პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ, მაღალჩინოსნების მიერ განზრახ მკვლელობისა და პრაქტიკულად ქუჩაში ჩაცხრილვის საქმეს, რომელსაც 3 ახალგაზრდა შეეწირა. ჩვენ დღევანდელი სხდომის ორგანიზებაში მნიშვნელოვანი დახმარება აღმოგვიჩინა დეპუტატმა ანზორ ბოლქვაძემ, რომელსაც მინდა კომისიის სახელით და სამდივნოს სახელით დიდი მადლობა გადავუხადო. ჩვენ მაღალმთიანი აჭარიდან დღეს გვეწვივნენ მოკლული 2006 წელს ნავთლუღის სპეცოპერაციის დროს მოკლული 2 ახალგაზრდის მშობლები და მე მინდა სამდივნოს ვთხოვო, რომ ერთ-ერთი მათგანი თავად გადაწყვეტენ ვინ შემოგზანდება პირველი შემოაცილოს დარბაზში. მოგზანდით ბატონი მიხეილი, ხომ ასეა? დაბრძანდით ბატონო მიხეილ, ბატონი მიხეილ ართმელაძე, რომელიც ჩამობრძანდა აჭარიდან. ბატონო მიხეილ, სანამ შევუდგებით საუბარს, თქვენ წინ გაქვთ დოკუმენტი, რომელიც შეიცავს გაფრთხილებას. ასეთია წესი და მოდით ჯერ წესი დავიცვათ და შემდეგ შევუდგეთ საუბარს. ჩვენ უნდა გაგაფრთხილოთ იმის თაობაზე, რომ განზრახ ცრუახსნა განმარტების მოცემა ასევე კითხვებზე უარი ან პასუხებისთვის თავის არიდება იშება სისხლის სამართლებრივი წესით და ამ გაფრთხილების დასტურად, რომ მეს გითხარით, თქვენ მოისმინეთ, გთხოვთ ხელი მოაწეროთ იმ დოკუმენტს, რომელსაც თქვენ სამდივნოსთან ერთად გაეცანით. დიდი მადლობა. ბატონო მიხეილ, ძალიან ძიმე ფაქტები უნდა გავიხსენოთ თქვენთან ერთად ჩვენ დღეს. ამიტომ თქვენ აიღეთ რა დროც დაგჭირდებათ და პირველ რიგში თავი წარმოგვიდგინეთ, რომ საზოგადოებამ იცოდეს თქვენ შესახებ ვინ ბრძანდებით, რა კავშირი გაქვთ ნავთლუღის სპეცოპერაციასთან. და შემდეგ ქრონოლოგიურად, ანუ დროში რის მერე რა მოხდა, რომ გითხრათ ამ საქმეზე განაჩენი არის დამდგარი უკვე ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. ამ განაჩენის თანახმად არაერთ ყოფილ მაღალჩინოსანს მიხეილ სააკაშვილის მარჯვენა ხელს დათა ახალაიას განზრახ მკვლელობის მუხლით მისჯილი აქვს სასჯელი და არა მხოლოდ მას, მაგრამ სანამ განაჩენამდე მივალთ, რომელიც ჩვენი ხელისუფლების პირობებში დადგა, იქნებ გაიხსენოთ ის მძიმე დრო და დროში რა როგორ განვითარდა, ეს გითხრათ, შემდეგ დავსვამთ კითხვებს. გთხოვთ. მოგესალმებით, პატივცემულო კომისიის თავმჯდომარე, პატივცემულო კომისიის წევრებო, პატივცემულო დამსწრე საზოგადოება. მე მინდა პატარა შესავალი გავაკეთოთ თქვენის ნებართვით. დღემდე ვერავინ ვერ წარმოიდგენდა იმას, რომ ხელისუფლებაში მობრძანდებოდა ძალა, რომელიც აი ასეთ მტკივნეულ საქმეებს გაუძღვებოდა და შეისწავლიდა აი ჯალათების ჩადენილ საქმეებს და მართლა საქართველოში საზეიმოდ განწყობილი ვიქნებოდით და სამართლიანობა აღსდგებოდა. ეს მინდოდა და ამისთვის უძვირფასესი უღრმესი გულით მადლობა. ნებისმიერ ყოველივე თქვენთაგანს, პატივცემულებო. ახლა რაც შეეხება ჩემს მე ვარ 2006 წლის ნავთლუღის სპეცოპერაციის დროს უდანაშაულოდ დაღუპული, ხაზი უნდა გაუსვა, უდანაშაულოდ დაღუპული. იმიტომ ეს სოფლიო მიწის სამ პირთა შორის ერთ-ერთის მარად ართმელაძეს მტკივნეული ოჯახის წევრი მშობელი, მიხეილ ართმელაძე. დავიწყოთ ახლა ჩემი შვილის მიმართ როგორ დაიწყო ეს მოვლენები როგორ განვითარდა.
ჩემი შვილი იყო სტუდენტი. სწავლობდა ბათუმის მემედ აბაშიძის სახელობის დამოუკიდებელ უნივერსიტეტში, სამედიცინო ფაკულტეტზე, მესამე კურსზე. ამავდროულად ეს მინდა ვთქვა ახლა მაყურებლის გასაგებად, მინდა ვთქვა, ჩემი შვილი კიდევ ერთ-ერთი მუსლიმანური ტრადიციული რიტუალია ასეთი წინდაცვეთა. ბოდიში მომიხდია ეგება ასეთი ამასაც აკეთებდა. ნაქირავები ბინა მქონდა, დროებით ნაქირავები ბათუმში, გორგასალის 105 ნომერში. ახლა ეს საზოგადოების თვალწინ ჩნდება კითხვა. ეს სამი პიროვნება საიდან როგორ მოხდნენ ერთად, რომ ჩავიდნენ თბილისში და აი ამ ჯალათების მსხვერპლი გახდნენ. ეს მინდა ახსნა, რომ ბოლოს მეტი შეკითხვები, რომ ბევრი შეკითხვა არ დაისვა. ეს მინდა ახსნა, პატივცემულებო. ჩემი შვილი სადაც ცხოვრობდა დროებით, გორგასალის 105 ნომერში, ბათუმში, მის წინ მდებარე სახლში, მის ეზოში ცხოვრობდა მურად გორგაძე, ჩემი შვილის ერთად რომ იქნა მოკლული. ამაზე ლაპარაკი. იმასაც ჰქონდა დროებით ნაქირავები ბინა, ოღონდ ოჯახით იყო ისი. ჩემი შვილი მარტოდ იყო და ის ოჯახით ამავდროულად ყავდა მეუღლე. დაოჯახებული იყო ეს მურად გორგაძე. ახლა კიდევ ჩნდება კითხვა, რომ სხვადასხვა რეგიონებიდან ეს რომან სურმანიძე, რომელიც იყო ქობულეთის რაიონიდან, ეს ამათ ერთად საიდან მოხდა? ასეთი კითხვა ჩნდება. მოგახსენებთ, რომან სურმანიძე, პატივცემულებო, იყო ჩემი შვილის თანაკურსელი. სამედიცინოზე ვასწავლედი ბათუმში, მესამე კურსი. თანაკურსელი. ამ დროს რადგან ჩემი შვილი აკეთებდა ამ მუსლიმანურ ერთ-ერთ ტრადიციულ წინდაცვეთას და რომ თქვათ, ეს იცოდა მის წინ მდებარე მურად გორგაძე, წინათ ხსენებულმა, ჩემი შვილის ერთად რომ იქნა მოკლული. ამან იცოდა და ამ მურად გორგაძეს სიმამრი ყავდა წალკის რაიონში. იქ ცხოვრობდა მისი სიმამრი. რადგან ამ მურად გორგაძისგან იცოდა მისმა სიმამრმა, რომ ჩემი მეზობელმა მეგობარი მაგალითად აკეთებს ამ საქმეს, ამ წინდაცვეთას ნათლობას გეუბნებით და რომ გასაგები იყოს და აკეთებს, გაუჩნდა სურვილი მის სიმამრს, რომ ესე იგი მურად გორგაძეს ეთქვა ჩემ შვილისთვის, რომ ესე იგი წასულიყო წალკის რაიონში და ეს საქმე გაეკეთებინა. ამ დროს როცა ნახა ჩემი შვილი და უთხრა, რომ ასე წალკაში უნდა წავიდეთ ამ საქმეზეო, ჩემმა შვილმა უთხრა, რომ ალბათ ვერ ვიხსენებ, ალბათ შემოდგომის მიწურულს იყო, თუ არ ვცდები, ეს თქმულება. ჩემმა შვილმა უთხრა, რომ დავიცადოთ ცოტა და იანვრის არდადეგების პერიოდში წავიდეთ გრძელვადიანი არდადეგები მაშინ არისო. ეს საქმე კეთდება საერთოდ არდადეგების პერიოდში და ხოდა მოახსენა მის სიმამრს დაგეგმეს ამათმა, ამ დაგეგმვანდი ბოდიში რომან სურმანიძემ უთხრა, მეც თქვენი მეგობარი ვარ და მეც უნდა წამოვიდეთ თქვენს ერთადო. მესამე ქობულეთიდან ვინც იყო და ჩემი შვილის ერთად სტუდენტი გეუბნები და წავიდნენ იმ თარიღს ვეღარ ვიხსენებ პატივცემულებო, რომელ იანვარში როდის წავიდნენ წალკაში. ეს თარიღი რაღაც არ მახსენდება და როცა ჩავიდნენ ეს საქმე გააკეთა ჩემმა შვილმა ორ სოფელში. ასეთი სოფლებია გუმბათი და ავრალო წალკაში. ამ ორ სოფელში გააკეთა ეს საქმე და როცა ბრუნდებოდა 12 იანვარი იყო, ხუთშაბათი დღე იყო. აქვე მინდა აღნიშნო, რომ ჩემ შვილს ტელეფონი არ ქონდა, მურად გორგაძეს ტელეფონი არ ქონდა, ტელეფონი მხოლოდ ქონდა რომან სურმანიძეს. ამ ერთ ტელეფონით სარგებლობდნენ ეს სამივე. აქ მინდა ვთქვა, აქედან ახლა რომ იმ წამოსვლის ხვალე მოდიან და ამეღამ ღამე გაითიეს სოფელ ავრალოში
ის ჩემი ბიძაშვილის შვილი ცხოვრობს იქ, მალხაზ ართმელად ცხოვრობდა, ახლა აღარ ცხოვრობს იქ. მალხაზ ართმელაძე ასეთი პიროვნება და იმ ბოლო ღამე გაითიეს აქ ავრალოში. იქიდან რომ მოდიოდნენ, ეს ყველაფერი აგ განაჩენშიც მაქვს, ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმე გნებავთ, იგერ კადრებშიც არის, მე მგონი ყველა უყურებს, მაგრამ ნავთლუღის საქმე რანაირად მოხდა. კადრებშიც არის, იქიდან რომ მოდიან იმ მალხაზ ართმელაძედან რომ წამოვიდნენ დილაზე ხუთშაბათ დღეს ავრალოდან წალკის ავტოსადგურამდე მოვიდნენ სხვა ტრანსპორტით, ავტოსადგურიდან, წალკის ავტოსადგურიდან წამოვიდნენ სხვა მარშრუტით და სხვა ტრანსპორტით. წამოვიდნენ ამის შემდეგ განაჩენი ლაპარაკობს პატივცემულებო. 3 ტომი განაჩენი მაქვს. საქალაქო, სააპელაციო უზენაესი ხელთმაკ, რომელმაც გამამართლა, სტატუსი მაქვს, სტატუსირებული ვარ. იქიდან რომ წამოვიდნენ, იმის შემდეგ ეს დაკითხვებია რაღაც იმ ავრალოში იქიდან ადგილიდანაც არის ყველაფერი, იმის შემდეგ განაჩენი ლაპარაკობს აგერ. რას ლაპარაკობს? სადღაც თბილისში არ მოსული ასეთი სოფელი თუ რაღაც ფონი ჭალა, ასეთი ადგილი თუ სოფელი რა ვიცი და ასეთი ყოფილა. აი აქ დახვდება წითელი მარკის ავტომანქანა ოპელი. ალექსანდრე შუმბაძე, რომელსაც მართავს ალექსანდრე შუმბაძე, ოღონდ ისიც ძალოვანი ეს განკარგულებით გიორგი დგებუაძეს და დათაახლეას განკარგულებით, დათაახლეა იყო გიორგი დგებუაძეს მეთაური, გიორგი დგებუაძე, ალექსანდრე შუმბაძეს მეთაური. იმ ორის ბრძანებით რა ხდება ამ ფონი ჭალის ტრაფარეთთან თუ რაღაც განაჩენი ლაპარაკობს ამას. იქიდან ეს 3 ბიჭი, ჩვენი ბიჭები ჩასვა ავტომანქანაში ამ ალექსანდრე შუმბაძემ. მე ვცელი მოსაყვანი მაქვს პატივცემულებო და უნდა მაპატიოთ. მე ჩემი თემა ცლად არის. რა ვქნა? არსად არ გვეჩქარება. უნდა მაპატიოთ რომ არა რა ბრძანებ. ნაღვლიანი გული მაქვს და რაღაც დანაღვლიანებული და გთხოვთ. თხოვნით მოგმართავთ მე როგორც სანჯული ტკინეული. საზოგადოებასაც აინტერესებს და ჩვენს გვაინტერესებს, ამიტომ რა შეიძლება და ბოდიში უნდა მოგიხადო და რომ ცლად მინდა რომ დეტალებში ვეცდები რომ თანმიმდევრობით ავხსნა რომ საზოგადოებისთვის გასაგები იყოს. საბოდიშო არაფერია, თქვენ ძალიან კარგად საუბრობთ, პირიქით დიდი მადლობა ამისთვის. ბოდიში უნდა მოგიხადო კიდევ არაფერი არ არის საბოდიშო, ჩვენ არ გვეჩქარება. შევდივარ და წინასწარ გიხდი ბოდიში რომ ნამეტარი დანგრეული გაღატაკებული დაძირული მტკივნეული ოჯახი ვარ თქვენთან მშვიდობა და ხონდა იმ ორი დედიკოს ბიჭების მეთაურობით რომ თქვა და ვინც დათაახლეა და გიორგი დგებუაძეს მეთაურობით ამ ისიც ძალოვანია მათი თანამშრომელია ალექსანდრე შუმბაძე განაჩენი ლაპარაკობს უზენაესი განაჩენი ამას ჩააჯუმლებს ამ 3 ბიჭს და ეთყვიან კამადას გასცემენ ბრძანებას გასცემენ რომ სანამ ჩვენ არ გეტყვით მანამ ეს ბიჭები ატარეთ თბილისის ქუჩებში და ჩვენ რომ გეტყვით სასაკლაოზე მოგვიყვანე და მე ასე ვთარგმნი და ასე ხონდა მთელი დღე ატარა რაღაც მოცემულია და მავიწყდება ახლა 3 თუ 4 იყო საათი თუ რაღაც და ატარა მთელი დღე ამ თბილისის ქუჩებში ამ ოპელით ამ ალექსანდრე შუმბაძემ და გასცა ბრძანება ამ გიორგი დგებუაძემ გასცა ბრძანება რომ უკვე მსხვერპლები მომიყვანეთ აქა დათაახლეას მეთაურობით მომიყვანეთ და ახლა ეს ალექსანდრე შუმბაძე ლაპარაკობს ამ განაჩენით გეუბნები და რომელიც ხელთ მაქვს მე ჩემი მტკიცებულება იმის შემდეგ განაჩენს ვეყრდნობი მე მიმიხდით ახლა და ეტყვის რომ მომიყვანეთ აქაო და ახლა ეს მივიდა იქა ნავთლუღის ავტოსადგურში ამ ხსენებულმა მანქანამ ალექსანდრე შუმბაძე მიიყვანა ეს 3 ბიჭი და სადღაც არის საათი თუ არ ვცდები გამიხსენებ 10-15 წუთი
ესეც მახსოვს 10-15 წუთია რომ უკვე იანვარში 10-15 წუთი კაი გამესავეთ არის და ახლა და მიიყვანა იქა და ჩამოსვი ეს ბიჭებიო და გაგძელე გზაო მიიღო კამანდა იმათინა ბრძანება და დედიკოს ბიჭებიდან კიდევ ერთხელ ხო და ახლა ეს ამბობს რომ ჩამოუსვი ეს ბიჭებიო და წავედიო პირდაპირ წავედიო და კალცა წრიული გავაკეთეო ეს ალექსანდრე შუმბაძე ლაპარაკობს წრიული გავაკეთეო და რომ მოუბრუნდი მეორე მხარეს რა მოუბრუნდი წამოვედიო და რომ წავედიო ეს სროლები ატყდაო იმ წუთაშო სროლები ატყდაო და დამაინტერესა და ეს წრიული რომ გავაკეთეო და მოუბრუნდი ისე აბრად წამოვედიო მოვედი იმის მოპირდაპირეთ მოვედიო და რაღაც ჩოჩქოლია რაღაც ხმაურიაო და დავინახე რომ მე ვინც მოვიყვანე სამი ბიჭიო ესენი მიწაზე იყვნენ დაყრილიო უკვე დახოცილები იყვნენო აქვე მინდა ავხსნა ეს რომ საზოგადოებამ ესე იგი ზუსტად სწორი მართულებით დასკვნა დასვას ეს მინდა და ამ დროს დათაახალა ეს მეთაურობით როგორც კი დახოცა ესენი უმოწყალოთ და ესე იგი ყოველგვარი გაფრთხილების განაჩენი ამბობს ამას და კადრებიც არის ნავთლუღის საქმე არის აგერ და ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე რომ დახოცა ესენი ახლა კამანდა აკეთებს ბრძანებას აკეთებს ფიქრობს ახლა რომ რანაირად გავაკეთო და გადამღები თუ არ ვწდები აქ ნათქვამი არის გურამ დონაძე ასეთი თუ არ ვწდები ასეთი რაღაც თუ სწორად მახსოვს ასეა და შეცდომა მაპატიეთ შეიძლება შეცდომა იყოს და კი ბატონო გურამ დონაძე ქვია იმ კაცს გიდასტურებ შემდეგ გურამ დონაძე ასეთი პიროვნება არის გადამღები ვიდეო გადამღები ვამბობ და ეს დაურეკეს მოიყვანეს ეს ბიჭები უკვე თავისუფალი არიან იმის შემდეგ რომ იღებს ახლა გურამ დონაძეზე ლაპარაკი რომ იღებს დავალეს იღებს და გარბიან ახლა ეს დათაახალაა მოყოლებულია დათაახალაა გიორგი დგებუაძე ლევან ქარდავა და გიორგი მაზმიშვილი თუ არ ვწდები ესენი გარბიან აღმასროლით ძირს ავტომატებიო ესე იგი ბრალდებას უყენებენ ვითომ ამ ბიჭებს ავტომატები გააჩნდათ განაჩენი ლაპარაკობს პატივცემულებო მე ასე მაქვს გადაკითხული და გადაზეპირებული ბატონო მიხეილ ამ დროს სამივე უკვე გარდაცვლილია დიდი ხნის და მეორეთ მიდიან სცენარი დადგეს ყალბის სცენარი აი ამას გეკითხებით კი ბატონო ბატონი დათაახალაია ამ დროს არის ვინც არის ის იმიტომ რომ ახალგაზრდები აღარ იციან დათაახალაია ამ დროს არის ქვეყანაში ჩვენს იმდროინდელ სახელმწიფოში უშიშროების ხელმძღვანელი მას აბარია სახელმწიფო არის მოყოლებული ნათქვამები მაგრამ ის არის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მას აბარია ჩვენი ყველას უსაფრთხოება ამ დროს ის კლავს სხვებთან ერთად ახალგაზრდებს გიორგი დგებუაძის მის ქვემდებარესთან ერთად და მას მერე რაც სამივე უკვე გარდაცვლილია დგება საჭიროება რომ მოიგონონ ბრალდება ზუსტად პატივცემულება მე მინდა რომ საზოგადოებმა სწორად ახსნას საზოგადოებას სწორი დასკვნა გამოიტანოს თქვენ იცით ვინ იყო გურამ დონაძე იმ დროს გადამღებიო მე ასე რაღაც გურამ დონაძე იმ დროს არ ვიცი და რომ არ ვიცი და გურამ დონაძე იმ დროს იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს PR სამსახურის ხელმძღვანელი ვერ გეტყვი პატივცემულება რა საზოგადოებამ რო იცოდეს რომ შეცდომაში აღშევიყვანო საზოგადოება ვერ გეტყვი რა კი ბატონო ვერ მახსოვს და რა გადაიღო გურამ დონაძე გადაიღო ეს აღმასროლა პატივცემულებო რომ სროლობენ ძირს ავტომატებიო ასე ჩანს კადრებში და კადრები არაერთხელ ნანახი ექნება საზოგადოებას კი ბატონო ძირს ავტომატებიო და სროლებით ხომ ბიჭები თავისუფალი არიან უკვე გაცივებული არიან მაგენი და ამ დროს ხსენებულია განაჩენილ ლაპარაკობს უზენაესი ლაპარაკობს აგენ
ხსენებულია პატივცემულებო ერთ-ერთმა გამოძიებით დაუძგენელმა სიტყვით იმ სიტყვებს ვამბობ ერთ-ერთმა გამოძიებით დაუძგენელმა პიროვნებამ შავი ჯიპიდან ამოიღო სუმკა რომელშიც ეწყო მოკლე სახის ავტომატები და მიიტანა და თვითეულს გვერდზე დაუწყო ამ მიცვალებულებს ვამბობ ერთ-ერთმა სასამართლო ამბობს რომ გამოძიებით დაუძგენელმა პირმა ასე მაქვს სასამართლოში ასე წერია ესე იგი ბოლოხან დაუწყეს ავტომატები ეს არის იმის შემდეგ ეს ჩვენ მაინც მიგვეტყვის ჩვენ დაბალი დონის გლეხები ვიღაც ხულოელები მიგვეტყვის და მის შეგვაფასებს ჩვენ იმის შემდეგ დაიდგა ეს სცენარი რომ ვითომდაც ავტომატები გააჩნდნენ ამათ და ორმხრივი სროლის შედეგად დაიღუპნენ 3 ახალგაზრდა ასეა განაჩენში რომ ორმხრივი ვითომ ჩვენ ბიჭებსაც ავტომატები ქონდნენ და ამათაც და იძულებული გახდა ძალოვანები რომ ესე იგი ესროლა და დაეხუცა ეს ბიჭები ამაშია საქმე მას შემდეგ ჩვენ არაფერი არ ვიცით ჩვენ გლეხებმა დაბალი პენის გლეხებმა ასე შემიძლია ვთქვა ასე მოგნათლეს მაგენმა ეს იყო 12 იანვარი ღამე ხუთშაბათი დღე იყო და არა ვიცით რამე და აქვე მინდა ვთქვა რომ არ დამავიწყდეს პატივცემულებო ჩემი შვილი იყო თავი გაკვეთილი ქონდა ამოღებული ქონდა ყველაფერი რაც გააჩნია ადამიანს ტვინზე მისვლამდე გულმკერდი გაჭრილი იყო ესე გარიგებული იყო და მოკერილი იყო რაით პატივცემულებო და ბოდიში და თივაშრომ პრესამენ ალბათ იცი თეთრი თოკია თეთრი თოკით იყო მოკერილი პატივცემულებო რომ გასაგები იყოს თივა ბოდიში უნდა მოვიხადო ახლა ისეთ სიტყვებს ვამბობ და იმ თოკით იყო მოკერილი ჩემი ცარიელი ფუტლი არის მომიყვანეს აქედან მე ჩვენ ოჯახმა არაფერი არ ვიცით გათენდება 13 იანვარი არის ძველით ახალი წლის მზადების დღე იმიტომ 14-ში არის ახალი წელი 14-ში ჩვენ არაფერი ოჯახმა არ ვიცით 13-ში საღამოს ესე ერთი სუტყის ერთი დღეღამის მოკლულია ჩვენი შვილები და მე ვგებულობ 13-ში საღამოს დამირეკავს ბათუმიდან სოფელი ბარცხანა არის ასეთი სოფელია ბათუმში ბარცხანაში ცხოვრობს ჩემი ბიძაშვილი სულიკო ართმელაძე სხვათა შორის რომელმაც იმ მიცვალებულიც იმან ჩამომიყვანა თბილისიდან ხულოს გოდერძზე რომ თქვათ იქ ცხოვრობ მე გოდერძი გაგონილი გექნებათ იქ ცხოვრობ მე და ეს კრუგზე ესე იგი ბათუმიდან და ხოდა ამ სულიკო ართმელაძემ დამირეკა ამეღამ 13 იანვარს დამირეკა რომ ჩემ შვილის ჰქონდა ტელეფონები მაშინ ნაკლებად იყო რა მინდა ახლა რომ იმ დროისათვის და დავრეკა ჩემ შვილს ავწიე ტელეფონი რომ ეს სულიკო ართმელაძე რეკავს გისმენ მეთქი შენი მარადი ერქვა ჩემ შვილს შენი მარადის ბინის მისამართი მინდაო ახალი წლის ღამეა მზადება არის და რადგან და მეთქი და როგორც ახლობლებიო შევიკრიბეთო და მოწვევა მინდა შენი შვილისაც რადგან ბათუმშიაო და მისამართი მინდაო და უთხარ რამე ვერ წარმოვიდგენდი და თურმე ამან ტელევიზიით იცის ჩემმა ბიძაშვილს ბათუმში გეუბნები ტელევიზიით იცის ეს ამბავი და მაიდამა ჩვენ არ ქონდა ტელევიზორი გადართული და იმკანა და დაამტკიცა ბეჭედი დაარტყა სულიკო ართმელაძე რომ ეს მარად ართმელაძეა ჩვენი შვილია ვუთხარ მისამართი და უნდა გადმოვიწვიოთო მარადიო ჩვენთან სუფრაზეო ახლა საზეიმოთო და
კაი, დავხურეთ ტელეფონი, გათენდა დილა, ესე იგი 14 იანვარია. შაბათი დღეა თუ არ ვწდები. 14 იანვარია და კიდევ რეკავს ეს ნომერი. გისმენ მეთქი და ჩემ მეზობლები, მე ვერ მითხრა ეს მე სამეცი საღამოს იმიტომ დამირეკა რომ სწორად იყოს ასახსნელი და გასაგები ყველასათვის რომ მე რანაირად რა კილოთი მას პასუხ გავცემდი რომ ესე იგი მე ეს ამბავი ვიცი თუ არა ხომ სწორად ვამბობ მე მგონი რატომ სამეცი იმიტომ დამირეკა რომ ჩემი შვილის გადაყვანა კი არ უნდა და თავისთავად ცხადია ეს ამბავი მე მოვისმინე თუ არა ტელევიზიით ამის რა კილოთი ვეტყოდი ამის დამტკიცება უნდა და რომ არაფერი არ ვიცოდი დალხენილი ვიყავ საძეიმოდ დილას რომ რეკავს და მეუბნება რომ კიდევ მე ვერ მითხრა მეუბნება რომ ჩემ მეზობლები და ძმები არიან ერთად ცხოვრობენ და ან ერთი ან მეორე რომელიმე სახში არისო გუშინ სახში იყვნენ და დღეს არ ვიცი მეთქი და თუ არ შეწუხდებიო ეს ტელეფონი იმას ტელეფონი არ ქონდენ იმ ბიჭებს ძმები არიან ეს ტელეფონი აუტანეოდა დამალაპარაკეო ეს სულიკო ართმელაძე მეუბნება მე რომ ესენი დამალაპარაკეო და რაზეა პრობლემა მეთქი და წავედი მე ცოტა ქვებით ცხოვრობ და ესენი ზევით არიან ასე წავედი აველი თემური ქვია ამ ბიჭ პირველი სახლი ვინც არის თემურ დაუძახე გამოიხედა ფანჯრიდან სულიკოს უნდა დალაპარაკება შენზე მეთქი შამოი არ შეվել და ახლა და გამოვიდა ამ ბიჭმა და ამ თემური ხოზრევანიძეა ისი ვინც ხასთან მიმგზავნა რომ ტელეფონით დამალაპარაკეო გამოვიდა ამ ბიჭმა მივეცი სულიკოს დაელაპარაკე მეთქი უთხარი და რომ ელაპარაკება ახლა ნოკია ტელეფონია პატივცემულებო უწი რომ იყო და ეს ნოკია ტელეფონი მივეცი დაელაპარაკა და უკვე თოვლი იყო ზამთარია იანვარია და ჩვენთან არის ასე თოვლი უკვე ბეღლეთში ვცხოვრობ მე სოფე ბეღლეთში და დიდი თოვლია ეს ბიჭი ასე უკან მიდის წები და ჩემი რომ ლაპარაკობს წები და უკან ამ ბიჭმა და მე თქვი რომ ახლა რაღაც სეკრეტს ეუბნება რა ვიცი მე და კი არ წავხდი ამას რომ გევიდა იქეთ ერთი 5-6 მეტრა შორ გევიდა და ჰო თურმე დაარქვეს რომ ჩემ თვინ როგორ ვუთხრათ როგორ ავუხსნათ დაგეგმეს იმას უთხრა ეს ამბავი რომ ასეაო და მე ერთი ორი შვილი მყავდა ისე დავბერდი ორი შვილი მყავდა ერთი წეიყვანა ჯალათებმა წამართვა მეუღლის ერთად და ერთი მყავს ახლა რომ ავხსნათ რომ ბოლოს აღარ დამამიწა შენი შვილიო გენადი ქვია გენადი ართმელაძე შენი შვილი სახშია მეთქი ბებია გვყავსო ჩვენაო აბატყოფიო ბათუმში უკვე გარდაცვლილიაო და სულიკომ თქვა უკვე სადაც არის იქაო დახმარება გჭირდებაო დიდი თოვლიანობა არის და იმის ამოსაყვანათო იქ გადაბარგულია მაგრამ სოფიაში ჩემ მეზობლად ცხოვრობს და სასაფლაოს იმის ამოსაყვანათო დახმარება გჭირდება ახალგაზრდებისო და შენმა შვილმაო სასწრაფოდ მიემზადოსო და წეველით ბათუმშიო ამ წვილით წეიყვანა ამ თემური ხოზრევანიძემა ჩემი შვილი და მე სამეზობლოდან როგორმე გავიგეთ და რომ ასეთი ამბავი ახლა მოგახსენებთ კიდევ იმის შემდეგ ეს რომ მე არ წავსული ვარ არ წავყოლი ვარ პატივცემულებო და ჩემი შვილი წაყვა გვამის ჩამოსატანა ჩემი შვილის ჩამოსატანა სულიკო ართმელაძის მანქანით კიდევ მისი ბიძა ეხლა სულიკო ართმელაძეს იოსებ ართმელაძე ისიც ახლა იქა კიდევ იყვნენ და ჩემი ცოლის ძმა ასეთები ყველა 5-6 კაცი წევიდნენ ამ მარშრუტით იყო წევიდნენ ჩევიდნენ ახლა ჩევიდნენ ამათმა ისეთი ვერსია გაუშვეს ამ ახალებ ამ ჯალათებმა ისეთი ვერსია გაუშვეს რომ ვითომდაც რუსთავში მოხდა ეს რუსთავის ციხეზე პატივცემულებო სწორად რომ გავიგოთ ნავთლუღის სად რუსთავის ციხე და რუსთავში მივიდნენ აგენმა რომ წამოიყვანო და იქ რა წვალებითო და რაღაც ჭიდილითო და რა შეურაცხყოფებითო და რანაირად წამოვიყვანეთ გვამი ღმერთი იყურებოდაო სხვა ვინმე ვერ მიხდებაო ჩამოსლებმა ჩემებმა თქვეს
ისე წვალებით და შეურაცხყოფებითო და შიშითო და რომ თქვენ ტერორისტები ყოლიან თქვენაო და მიმიხდით ახლა რა გამოთქმებით მოგწეს ჩემი შვილი და მოიყვანეს მე კრუგზე წამოიყვანეს სახში რომ მივიყვანე ესე იგი ეს იყო თვალწდები ორშაბათი დღე იყო რომ სანამ თბილისიდან ერევაზე გოდერძზე ავიყვანე ორშაბათი დღე იყო ამიღამ გამთენიისას მოვიყვანე პატივცემულებო და ესე იგი დილას შუადღეხან დავასაფლავე შიშით და რანაირად დავასაფლავე და მერთმა დაინახა იქედან რომ ეს ჩემმა მეუღლემ ცხონებულმა რომ ნახა შვილი ესე იგი ცოცხალი აღარ იყო ჩარიელი ფუტლი არ იყო ამოცილი ქონდა ყველანაირი რომ სწორად დავხსნათ სწორად გავიგოთ და იმ თოკით იყო მოკერილი მეთქი ამაზე ჯამთელია ახალგაზრდა ქალი ამაზე ესე იგი ვეღარ გაუძლო და გაიტიშა რომ თქვათ ბილათ რომ თქვათ და სიმწარეზე და რომ დედამ გაიტიშა დედის ჯავრი ვიღას კონდა რომ შვილი იქიდო დასასაფლავებელი იყო ეს დავასაფლავეთ მე აღარ მოიკეთა მეუღლემ აღარ მოიკეთა და ესე იგი რა ვიცი და ბევრი ვიტანჯეთ და რაღაც უკვე დალაპარაკების ხმის ამოღების უფლებას არ გვაძლევდნენ ვინმე ზეწოლა გქონდა ტერორი გქონდა და ერთადერთი იანვარში 12 იანვარს მოხდა ესე და ესეც მინდა ვთქვა პატივცემულებო ელენე თევდორაძე ქალბატონი ელენე თევდორაძე იმ დროისათვის იყო ადამიანთა უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე უწინა თვალწდები ასე იყო ის პიროვნება და მაისის თვე იყო გამოვიდა ტელევიზიით და თქვა რომ ყლელობიდან 3 დღის შემდეგ მოვიდა ჩემთან თვითმხილველი ქალი და მითხრა 3 ახალგაზრდა მუხლ დაჩოქილები პოლიციელებს ევედრებოდნენ უდანაშაულოდ არ დაგხოცოთო პოლიციელებმა მაინც დახოცეს რათა გაემართლებინათ თავიანთი ქმედება პოლიციელებმა დროებს ავტომატები მიუწყეს ახლა ხომ წაღან ვახსენე რომ პოლიციელებმა ავტომატები ერთ-ერთმა გამოძიებით დაუდგენელმა პირმა პოლიციელებიდან ერთ-ერთმა თანამშრომელმა ასე შემიძლია ვთქვა სუმკიდან ამოიღო ავტომატები მოკლე სახის ავტომატები და დაუწყო თითოეულ გვამს ეს ხომ ვახსენე ახლა ელენე თევდორაძემ ასე ბრძანა ეს უკვე წარმოიდგინეთ პატივცემულებო რომ როცა მთავრობის წარმომადგენელი შენკენ იტყვის რაღაც სტიმული მოგეცემა გამბედაობა მოგეცემა რაღაც ასე იგრძნობ იყოს ის ჯალათების დრო მაინც იტყვი რომ რაღაც დამშვიდებას ნახავ და არაფერი გავიდა წლები რაღაც წლები გავიდა პატივცემულებო და ბატონს სოზარს უღრმესი უძვირფასესი მადლობა მინდა მოგიხადო პატივცემულო გულითა და სულით წინსწრებით გულწრფელობით რატომ იმ დროისათვის ეს პატივცემული მუშაობდა სახალხო დამცველის თანამდებობაზე თუ არ ვცდები ასე იყო და ამისი განკარგულებით მოვიდა ჩემთან სახალხო დამცველის აპარატი ჯგუფი საღად ერევალზე გოდერძზე ესე იგი ამისი მეთაურობით ამისი გულშემატკივრობით რომ განიხილეს ჩემი სიტუაციები ჩემი მდგომარეობები თუ სწორად მახსოვს ერთი პიროვნება იყო ჩარკვიანი გიორგი თუ სწორად მახსოვს და შეცდომაში გიორგი ჩარკვიანი იყო ნამდვილად შეცდომაში რომ არ მოუხდე გიორგი ჩარკვიანი სახელმწიფო წარმომადგენელი თუ სწორად მახსოვს ეს პიროვნება ლადო გალობლიშვილი იქნებოდა მეორე ეს პიროვნება ჩარკვიანი გიორგი დამამახსოვრდა სავეთ რაღაც რა ამისთვის უძვირფასესი უღრმესი გულწრფელი მადლობა მინდა მოგიხადო პატივცემულო შენ ესე იგი მართლა ყურადღებით გამოიყურებოდი და ეს მინდა ავხსნა რომ ესე იგი ხალხის საკეთილდღეოდ მოქმედებდი შენ ყველანაირად
უნდა მე ვალდებულება მაქვს რომ ქედი მაინც მოვიხარო შენს წინაშე ასეთ თანადგომისთვის იმის შემდეგ ეს სახელმწიფო მხრიდან როცა ასეთი თანადგომა გაქვს იმ ტკივნეულ გულზე ესეც მინდა ახსნა რაღაც სტიმული გეძლევა, გამბედაობა გეძლევა, რაღაც შეგრძნება, დადებითი შეგრძნება გეძლევა, რომ ესე იგი სახალხო დამცველის აპარატი შენთან ესე იგი გამოცხადდა შეისწავლა შენი მდგომარეობები, შენი მწვავე საქმეები და თანადგომა გაგკეთა, ესეც მინდა ვთქვა. მაღლა ღმერთია. იქიდან რომ მეტი აღარ გავაგრძელო, დაიწყო ჩემი ბრძოლა ეს მობრძანდით თქვენი ხელისუფლება რომელიც სამართლიანობის აღმდგენი ხელისუფლება ბრძანდებით თქვენ შემოგევლე მართლაც სასახელო და მე ვზეიმობ 2012 წლიდან დღემდე პატივცემულებო ეს მინდა ვთქვა გულწრფელად და ეს რომ არ ვთქვა მე ვერ მოვისმენებ და ნებისმიერ რაც არჩევნები ჩატარებულა პატივცემულებო მე არჩევნებში მონაწილეობ, რა თქმა უნდა, მთავრობის სასარგებლოდ, აქეთ ამხარეს. და ესე იგი ყოველ არჩევნებში საჩხუბო, საკამათო, даже ზოგჯერ ხელჩართული კამათიც და ასეთი ამბავებიც მქონია მეხუთე ნომრების მხრიდან რის გამოახლა. ესეც მინდა ვხსნა. მეუბნებიან, ნუ თუ ამ ხელისუფლების ხელში პერიოდში რაიმე მკვლელობები არ არის ამაზე პასუხცემ მე ამ საპირისპიროდ და ვკამათობთ რაზე ვცემ პასუხცემ დამიმტკიცეთ ისეთი პირმთავრობის წარმომადგენელი რომელიც აიღებს ავტომატს და საკუთარი მოქალაქეების მიმართ ინადირებს დახოცავს საკუთარ მოქალაქეებს მთავრობის წარმომადგენელზე ლაპარაკი იმიტომ მთელი ხელისუფლება ავტომატი ჰქონდა დაკავებული და ატრიალებდა მოქალაქეების მისამართით თანამდებობის პირები მე თანამდებობის პირებმა მომიკლეს იგივე ჯალათებმა დედიკოს ბიჭებმა ხომ ასე და ამაზე პასუხი არ აქვენ და თქვენ ესეც მინდა ვთქვა და ნაციონალების დროში თვითონ წარმომადგენლები მთავრობის წარმომადგენლები ხოცავდნენ ქუჩაში ადამიანებს მეთქი და ამაზე პასუხი არ ქონდათ. ახლა ეს ვისი ბრალია მეთქი, ესეც ვუთხარ, არ მინდა დავუმალო. კაფე ბარში გამოთრება პიროვნება, გამოვა ქუჩაში და ვიღაც მშვიდობიან მოქალაქეს დანას დაარტყამს. და იმ სხერეპლეს იმას მთავრობა არის ამაში დამნაშავე მეთქი, ეს პასუხი გავეცი. და მე მინდა რომ სწორად გაიგოს საზოგადოებამ. ამე ეს მეხუთე ნომრები რამდენად მავნებლები არიან ეს მინდა დღეს კიდევ ვერ ათავისებენ იმას რომ ეს სისხლიანი რეჟიმი კიდევ იმათ გვერდში უდგანან აი სისხლიანი რეჟიმო თქვენ მისამართით ტრიბუნიდან ვამბობ ეთერში ვამბობ არ მეშინია მე ჩემი ტკივილი მეყო თქვენ მისამართით ჯალათებო თქვენ შვილებს ტუჩებში კოცნით და ჩვენ შვილებს საფლავებზე უკოცნით ეს გაითავისეთ თქვენ მორალ ღირსება და გარგულებო თქვენ რამდენი უდანაშაულოდე და შავებით შემოსეთ თქვენ ხართ ესე რამდენი უდანაშაულო დედას მოუსწრაფეთ სიცოცხლე და დაასამარეთ რამდენი უდანაშაულო ოჯახი გააპარტახეთ განადგურეთ ეს ჯალათებო თქვენ მორალ ღირსება და გარგულებო თქვენ კიდევ გამოდიხართ კიდევ პოლიტიკაში შემოდიხართ და ცდილობა გაქვთ ხელისუფლებაში დაბრუნებისა აი იმ ჯალათების მისამართით ვამბობ ნუ თუ მორალი არ გაგაჩნიათ თქვენ ხელისუფლებაში დაბრუნებაზე ზედმეტი ლაპარაკი კაცო თქვენ ღმერთმა რომ გააჩინა ჰაერი საქართველოს ჰაერი არამია თქვენთვის თქვენ საქართველოს ჰაერს არ უნდა სუნთქავდეთ თქვენ უნდა გადაიკარგოთ ჯოჯოხეთში პატივცემულო ჯგუფ კარგად გავიგოთ ესე რას ვამბობ მე ხომ ყველასთვის საღად მოაზროვნე ადამიანი გაშიფრავს ამას რომ მე რას ვამბობ აი ამაზე გული მტკივა იმ ჯალათების მისამართით ვამბობ რამდენი უდანაშაულო ოჯახი მაგათმა დაძირეს და გააპარტახეს ჩემი სტამადობით
ერთი კიდევ მინდა ვთქვა, მე აღელვებული ვარ და წინასწარ ბოდიში გიხდი პატივცემულებო, მე არ შემიძლია მოთმინება, განადგურებული ოჯახი ვარ ერთ-ერთი. ჩემი შვილი სწავლობდა სამედიცინოზე, დღეს ექიმი იქნებოდა პატივცემულებო. ნუ თუ ჩემი შვილი მისი სიცოცხლის განმავლობა ოჯახს სიკეთეს არ მოუტანდა რაიმეს, ცენტებს, მაინც და ახლა ჩემმა შვილმა 23 წლის შვილმა 54 წლის დედა შეიწირა ჩემი მეუღლე, შეიწირა დასაფლავებულია ახლა. ამიტომ იმ სიკეთის სანაცვლოდ აი იმ ჯალათებმა ჩემ შვილს ჩემ ოჯახში მოატანიეს ორმაგი ტრაგედია, ორმაგი ტკივილი, სანაცვლოდ სიკეთის მოტანისა. აი სწორად გამიგოთ. მეუღლეც შეეწირა მაგათ და შვილი მაინც იყო 23 წლის შვილი, სტუდენტი, ექიმი იყო საექიმოზე. მესამე კურსში პატივცემულება დღეს ექიმი იქნებოდა ჩემი შვილი. გთხოვთ გულწრფელად, გული სიღრმიდან გთხოვთ ბრალდებულად არ გამომიყვანოთ. და ესე ბოდიში მომიხდია ემოციებისთვის, რომ მე ძალიან ტანჯული ვარ, თქვენი სულის ჭირიმე. მე ერთ-ერთი მტკივნეული ოჯახი ვარ. 2014 წლის 14 მარტია ესეც მინდა ვთქვა და 14 მარტია და მე და ჩემი მეუღლე მაშინ ცოცხალი იყო 14 მარტია და მე და ჩემი მეუღლე საღამოს 10 საათის შემდეგ იმის შემდეგ რაც 6 წელი შემდეგ ინფორმაცია არ გამომიტევებია. მაინტერესებდა ინფორმაცია რომ რაიმე გავიგო ამ ნავთლუღის საქმის შესახებ. საღამოს 10 საათის შემდეგ მე და ჩემი მეუღლე ტელევიზორს ვუყურებთ და გადაცემა არის რუსთავი 2-ის ღია ეთერი პოზიცია. წამყვანი არის ქალბატონი ნინო შუბლაძე, ხმაურიანი ბრალდებები, ასეთი სათაურით და ხმაურიანი ბრალდებები ასე ეწერა და ვუსმენთ ტელევიზორს, მე და ჩემი მეუღლე ღამეში და ვუსმენთ ტელევიზორს და ერთ-ერთ დებატებში მოწვეული არიან ქალბატონი მანანა კობახიძე, მისი ოჯახი დალოცა ღმერთმა, აქედან უძღვნი უძვირფასეს უღრმეს მადლობას. ქალბატონი მანანა კობახიძე იმ დროისათვის ბრძანდებოდა პარლამენტში ვიცე-სპიკერი იმ დროისათვის მაშინ და ნაციონალები და გოგა გაბაშვილი ასეთი პიროვნება იყო, ერთმანეთის საპირისპიროდ დებატებში იყვნენ. და ერთ-ერთ ეპიზოდში ქალბატონი მანანა კობახიძე ამბობს რომ დღეს სხვათა შორის მის სიტყვებია, დღეს სხვათა შორის როლანდ ახალაიამ თქვა რომ საქართველოში 37-იანი წლებიაო. იმ განსხვავებით რომ მაშინ ხრეთდნენ ადამიანებსო და ამ განსხვავებით თქვაო როლანდ ახალაია ალბათ ყველა მიცის იმ დედიკოს გმირების მამა, ეგრეთ წოდებული. და ასე თქვაო და მე არ შემიძლია არ ვახსენო ის რომ 2006 წლის ნავთლუღის სპეცოპერაციის დროს დაღუპული 3 ახალგაზრდის მკვლელობა. იმიტომ რომ სრულებით უდანაშაულოდ ყოველგვარი განაჩენის, განხილვის, ყოველგვარი ტკიცებულების გარეშე მოკლეს 3 ახალგაზრდა და დაასახელა ვინ. ეს ამას გონილო პატივცემულებო და მე იმის შემდეგ კიდევ იმედი მეცემა რომ ესე იგი ეს ქალბატონი მანანა კობახიძე იმ დროისათვის პარლამენტის თანამშრომელი ვიცე-სპიკერია და ესე იგი მე გულისხმობ რომ ამან დედამიწა მაჩუქა ასე შემიძლია ვთქვა რომ მთავრობის წარმომადგენელმა ესე იგი ჩემკენ დაილაპარაკა სწორად გავიგე რის თქმა მინდა ახლა ვერ ხსნი ისე რომ საზოგადოებამ გაიგოს და ესე იგი ვიცე-სპიკერი ჩემკენ ყოფილა და იმის შემდეგ მომეცა ყველანაირი იმედი დალაპარაკების უფლება ყველანაირი და სხვათა შორის შეხვედრაც მქონდა მაშინ პარლამენტი იყო ქუთაისში. ქუთაისში 2 ხელი მქონდა ქალბატონ მანანასთან შეხვედრა. მომიწვია იმან. თანადგომა გამიკეთა. აქედან ეს იყო მარტის თვე და ოქტომბრის თვეში
მომეცა სტატუსი, დაზარალებულთა სტატუსი. იმის შემდეგ ისევ იმ მეორე თვეში თუ არ ვცდები, განაჩენი მომივიდა, ეს საქალაქო განაჩენი. იმის შემდეგ ცოტა ხნის წლები გავიდა წლები და სააპელაციო მერე უზენაესი და ახლა მაგ ყველანაირი პატივცემულებო ჩემი განაჩენი, ჩემი გამამართლებელი განაჩენი სულ ყველანაირი ხელთ მაგ. გნებავთ აგერ სახეზე მაგ, რომ მე ჩემი შვილი არის ცამდე მართალი. აგერ თქვენ პატივცემულო სამართლიანობის აღმდგენო კომისიაო, თქვენ შემოგევლე. აი გულწრფელობით, გულის სიღრმიდან გავშიფროთ, რომ როგორ უდანაშაულოთ სხვათა დაშინების მიზნით ჩემი შვილის სისხლი დაიღბარა თბილისის ქუჩებში. ამის არაერთი კადრი არსებობს, გნებავთ კადრებში ნახეთ, გნებავთ განაჩენები მაქვს, აგერ გამამართლებელი განაჩენები. მე თუ დამნაშავე ვარ, ახლა მე მინდა რომ თქვენ როგორც სამართლიანობის ამდგენი პატივცემული ძვირფასი კოლეგები, რომ სწორი შესაბამისი დასკვნა დაადოთ თქვენ თვითონ ჩემს საქმეს, რა შეესაბამება ის საქმე. ასეთი მკვლელობას ვამბობ მე და ხარსούς ვამბობ. დანარჩენი ეს იყო და ეს და გამანადგურა სააკაშვილის გუნდმა, ეგრეთ წოდებულმა ჯალათურმა წყობამ გამიპარტახა ოჯახი, ესე იგი ტკბილი, ლამაზი, გემრიელი ოჯახი, ნულის ტოლფასად ვარ დღეს აქცევი პატივცემულება, აი ასეთი იმათი მოქმედებით, ვერაგული მოქმედებით, ასე შემიძლია ვთქვა. არანაირი ჩემშვილი განაჩენი უზენაესმა მე მგონი სწორი გამოიტანა და აგერ არის უზენაესი განაჩენი აგერ მაქვს. ხელთ მაქვს სამივე ინსტანცია აგერ მაქვს. კი ბატონო. ვიცით ბატონო მიხეილ გისმენთ პატივცემულებო. შეიძლება ხომ საზოგადოება დადოთ დასკვნა. შესაბამისი რა თქმა უნდა. კი ბატონო, ჩვენ დასკვნას რა თქმა უნდა დავდებთ და ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმე ერთ-ერთი კიდევ შეიძლება რამე გამომჩა ბოდიში. გავიხსენებთ არსად არ გვიჩქარება, თუ არა და შემდეგაც ვითანამშრომლებთ. ბატონო მიხეილ, თქვენ საქმეზე თქვენ მრავალჯერ აღნიშნეთ, 3 ინსტანციის გადაწყვეტილება არსებობს, რომელიც ამბობს, რომ მაშინდელი უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი დათა ახალაია, ასევე მისი ხელქვეითი გიორგი დგებუაძე ზედმეტსახელად მასტერა. და არა მხოლოდ ისინი, ლევან ქარდავა და გიორგი მაზმიშვილი მონაწილეობდნენ უშუალოდ თქვენი და სხვისი შვილების უდანაშაულო ახალგაზრდების, სტუდენტების, ჩვენ ქვეყნის მომავლის რომა სურმანიძე და მარად ართმელაძე სტუდენტები ქუჩაში დახოცვაში უფრო მეტიც მაღალი მოწეული ვარ უზენაესი კანონის წინაშე. აგერ ვარ პატივცემულებო ძალოვანების წინაშე. უფრო მეტიც მაღალი თანამდებობის ამ პირებმა თავად გავახსენე წაღან ბოდიში ერთ წუთი ბოდიში უნდა მოგიხარებული ვარ. რა ვახსენე რომ ესე იგი მით უმეტეს წაღან არჩევნებზე მეთქი რომ თემა იყო რომ ასე ამას მიპირისპირდებიან. აქეთ ხელისუფლება იქცა ჯალათებად. რიადავოი კი არა, ხელისუფლება. რიადავოი რომ რიადავოს კლავს, თავრობა არავნაირ შუაში არ. თვითონ ხელისუფლებამ რატომ დახოცა ამაზე მაქვს გული გახეთქილი. კი, უშიშროების სამსახური რო ებარა იმ კაცმა და სხვა მაღალ ჩინოსნებმა, ვინც ჩამოვთვალეთ, არა მხოლოდ მოკლეს, არამედ ამას ჰქონდა საკონტროლო გასროლების ფორმა. აი ეს გააკეთეს, ეს არის განაჩენებში. ბოდიში უნდა მოგიხადო? დათა ახალაია. დგება ასე, დასცინის, უდრებს დასცინის და ავტომატს სროლილობს ასე და იცინის. კადრებში მაქვს, აგერ კადრებში, ტელეფონშიც მაქვს. რომ ესე და ამიტომ პატივცემულებო,
ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ თქვენ მათ ჯალათებს ეძახით და ეს სწორედ ეს ტერმინი კარგი იქნება სხვა კვალიფიკაციებთან ერთად დასკვნაში თუ მოხდება. თქვენ 3 ინსტანციის განაჩენი გაქვთ. ეს რა თქმა უნდა ვერ გამოასწორებს იმ ზიანს, რომელიც ვერ გამოასწორებს ეს რასაკვირველია, იმ ზიანს, რაც თქვენ მოგადგათ, მაგრამ სამართლებრივად ეს უმნიშვნელოვანესია, რომ დადგინდა სიმართლე და რომ თქვენი შვილი აღიარებულ იქნა როგორც მართალი ახალგაზრდა ქართველი კაცი. თქვენ ჩვენი კომისიისგან ბატონო მიხეილ რა მოლოდინი გაქვთ, რა უნდა ჩაიწეროს თქვენ შესახებ დასკვნაში, ეს ჩემთვის საინტერესოა რომ ვიცოდე. გარდა იმისა, რომ თქვენი შვილი იყო მართალი. თუ შეიძლება, ჩემთვის, ჩემი შვილი, როგორც სტუდენტი, 23 წლის შვილი, ოჯახის მარჩენალი, ჩემთვის გაუწონავი და გაუზომავია. დანარჩენი ძალოვანები გაშიფრავთ თქვენ გაუზომავია. არის ზომება, მაგის ხარისხი ჩემთან არის ზომება, მით უმეტეს დედაც შეიწირა ჩემმა შვილმა. სხვანაირად არ ჩამომართვა დედას 44 წლის ასაკში 23 წლის შვილმა დედა შეიწირა. ეს მინდა ვთქვა. განულტოლფასდა ოჯახი. ესეც უმნიშვნელოვანესი უნდა იყოს. კი ბატონო. ბატონ ალუდა სურს კითხვის დასმა. სრულიობს ამით არის. ამით გამოწვეული თუ არა, შემთხვევით ღმერთმა დაიფაროს შემთხვევით ეს სხვა საკითხია. ბატონი ალუდა. რომ მიზნად ისახავს, ეს სხვა არის, მიზნად. სწორედ ამიტომ განზრახმკვლელობის მუხლით გასამართლდა ახალაია, კი ბატონო, დათა ახალაია. ბატონო ალუდა. ბატონო მიხეილ. გისმენთ პატივცემულო. შეიძლება რიტორიკულად შეხერდეს ჩემი კითხვა მას შემდეგ რაც თქვენ ბრძანეთ. შეიძლება რიტორიკულად შეხერდეს ჩემი კითხვა, რასაც ეხლა თქვენ გისმენთ, მაგრამ მაინც უნდა გკითხოთ. მთელი ამ ხნის განმავლობაში, მას შემდეგ რაც თქვენ ჭირისუფალი ბრძანდებით. ვინმე აი ამ ჯალათების პარტიიდან, თუნდაც ერთი ადამიანი მაინც, ვინმე მოვიდა და მოგისამძიმრათ ამ პატიება გთხოვათ? როგორ გეკადრება? დიდი მადლობა, ძალიან კაშე კითხვა იყო. არანაირი პირიქით რა ვთქვი და არჩევნებზე შეურაცხყოფას მაყენებ და ხელ ჩხუბით. ისევ სამეზობლო ჯგუფი ასე შემიძლია ვთქვა. ესე იგი რაიონში რომ გავდიოდი უკვე გამათი მქონდა ამ წინას არჩევნოთ საერთოდ და ყოველთვის თავშეყრა იყო თათბირები და რაღაც. ყოველთვის გამათი მქონდა, ნუ თუ ამ ხელისუფლებას არ გააჩნია მკვლელობებიო, ეს პირიქით არავის ქედი არ მოუხრია მეხუთე ნომრებიდან. მადლობა. ხო და აი ახლა ამ კომისიის ფორმატშიც მინდა იმ არაკაცებს უთხრა. ჩვენ გვიყურებს საზოგადოება. რა თქმა უნდა. და ხშირად არის ხოლმე კითხვა, რომ აი რა შედეგი მოყვება ამ კომისიის ასე ვთქვათ მუშაობას და ასე შემდეგ. დიდი იმედი მაქვს. მე თქვენ არაკაცებო, აი ამ ხალხს, თქვენ არაკაცებო. აი ამ ჭირისუფალ ხალხს თვალებში ჩახედეთ და კიდევ ბედავენ ეს არაკაცები. და იძახიან, რომ რაღაცები დადგმული არის და კიდე ქილიკობენ ოჯახების განადგურების ხარჯზე. რა პოლიტიკის აი ჭირისუფალ ადამიანს რო საარჩევნოდ კი არა იმის თავი რო არა გაქვთ რომ და ღირსება რო არა გაქვთ ეგ ხო ვიცით ჩვენ მაგრამ ჭირისუფალ ადამიანს რომ იხვალდა კიდევ რო ნებისმიერ საკითხზე რო ეკამათები და იმის თავი არა გაქვთ რომ პატიებას თხოვო და განადგურებულ ოჯახებს ერთი ადამიანის ხაზი მინდა გაუსვა ერთი ადამიანის არამც თუ კვლელობა უბედურებად არ ღირს არაფერი ერთი ადამიანის და ხშირად მithქვამს და გავიმეორებ წყალს წაუღია ყველაფერი როცა აი ერთი ადამიანის უბედურება როცა სისხლში კი არა თავფეხიანად სისხლში არიან ეს არაკაცები ეს ნაძირლები ესენი და მინდა ყველას უთხრა როდის დამთავრდება ნაციონალური მოძრაობა ისმის კითხვა
დასრულებული არ ხართ, აბა რა უბედურებაში ხართ, როცა აი ესეთ ადამიანს, ჭირისუფალ ადამიანებს და წყლის ორი წვეთი ვიდგავს. ის ტრაგედიები, მოკლული ადამიანების გარემოებები ერთმანეთთან წყლის ორი წვეთი ვიდგავს, მინდა გითხრათ. არ კმარა ის რომ ადამიანებს აი ამ ხა გისმედით და გაოცებული ვარ, როგორ შეიძლება ამ ყველაფერს ემოციის გარეშე ვინმე უსმენდეს, ხალხო მართლა რაზე არის ლაპარაკი? მე ბოდიში მომიხდია რომ მე ემოციაში შევდივარ და როგორ გეკადრება? პირიქით. დამეგრა ოჯახი, დამეღუპა, დამეძირა ოჯახი. და ესეთ ადამიანებს როგორ ბედავთ ამას? დასრულებულები კი არა, უარეს დღეში ხართ. ეხლა ჩვენი პასუხისგებლობა რა არის? როდიახ ბოლომდე მივიყვანოთ. ჩემს ორ შვილს ფიცა ვარ. მეორეთ ვიძახი ამას. ეს მაგი ხეიროს. მეორეთ ვიძახი ამას, ერთხელ სესიის დარბაზში ვთქვი. დაახლოებით წელნახევრის უკან. მე მარტო რომ დავრჩე. და დარწმუნებული ვარ, მარტო კი არა, ჩვენი ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობა. ღირსებით სავსე ქართველები. ვის რა უნდა მოუშვათ რა? ეს არის ტექნიკის ამბავი და კიდე გეუბნებით. მე თუ მკითხავ, ესენი უნდა იყვნენ, რომ აი სათითაოდ ხელით უნდა გააყოლონ ადამიანებმა და ნახონ ვინ უდგას ამათ გვერდში. ვინ უდგას? ყვლელს რო გვერდში დაუდგები. და დღეს რო კიდე ბედავ და იქით რაღაცებს აბრალებ და იქით კიდე რო პრეტენზია გაქვს რაღაცაზე. რა პოლიტიკის კეთებაზე ვლაპარაკოთ, ოჯახები რო გააუბედურეთ. სანამ პირში სული მიდგას, ორ შვილს ფიცა ვარ. ვერ რასოდეს ესენი, სადმე კი არ მოვლენ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებ და მე პირადად, აი გეუბნებით და პირდები. ყველაფერს გავაკეთებ, იმიტომ რომ არასოდეს არ დაბრუნდეს ეს ყველაფერი. აი გისმენთ, გაოცებთ, თქვენ გესმით რაზეა ლაპარაკი? გინახიათ ჭირისუფალი მამა, გინახიათ ჭირისუფალი დედა, გინახიათ? თქვენ არაკაცებო თქვენა. და როცა აი ამ ადამიანებს ნახავთ, შემდეგ გამოდი და თქვით რა პოლიტიკაზე არის ლაპარაკი, ხალხო, ბოდიშებს უნდა იხდიდეთ. რომელი ბოდიში? სადაა ბოდიში მაგათი მხრიდან პირიქით, კამათი და ხელდახე შეხლა. გეუბნები ხელდახე შეხლილი ვარ მე ბევრჯერ. წინაშე არჩევნოთ ხელდახე ბევრჯერ. ეს ადამიანები მინდა გითხრათ, ბატონო მიხეილი, და საზოგადოებას მინდა უთხრა. განსაკუთრებით აი ახალგაზრდებს მინდა რომ უთხრა. იმ ახალგაზრდებს მინდა უთხრა, ვინც აი ამ ყლელებს ან არიცნობს და ან როგორც მინიმუმ შეცდომაში არიან შეყვანილები. ძალიან. იცით რა არის, რომ ყველაფერს აქვს თავისი განზომილება, ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი. მაგრამ ერთი რამე არის რა. ეს ქვეყანა არის ყველას, ჩვენი ქვეყანა. თითოეული ეს ქვეყანა სადღაც მარტო ეს გეოგრაფიული მდებარეობა არ არის. ეს ქვეყანა არის თქვენაირი ადამიანების, თქვენი შვილის, აი როდესაც თქვენ გისმენდით და დღეს ექიმი იქნებოდა თქვენი შვილი. დიახ და რამდენ სიკეთეს გააკეთებდა. აი წარმოვიდგინოთ და დიახ, აი ჩვენი პასუხისგებლობა, დიახ, ის რომ ჩვენს მომავალს თქვენი შვილისნაირ ადამიანებს, ჩვენ შვილებს, მათ შვილებს ისეთი ქვეყანა უნდა დაუტოვოთ სამართავად, სადაც აი ესეთი უბედურება არ იქნება. ეს ადამიანები რომ დაცდოდათ ამათ, ჩვენ ყველას აი ამ დღეში ავტომატებს შემოგვიწყობდნენ აი ესე, მერე დონაძისნაირი და სხვებს კიდე მოძებნიდნენ და გადაიღებდნენ. როგორც მოდელირებულ ქვეყანაში აცხოვრებდნენ. კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გაუსვა. ყველას ავტომატებს შემოგვიწყობდნენ და გაგვისტუმრებდნენ. ასე იქნებოდა, ამათ რომ დაცლოდათ, იმიტომ რომ პატარა კაცები არიან, იმიტომ რომ არაკაცები არიან. როგორ შეიძლება ამაზე ხა გამოვიდეთ? აი თუ გაბედაობა გეყობათ, ადამიანები ხო ხართ, შვილები ხო ყავთ, შობლები ხო ყავთ, არა? გამოდით, აბა ერთი და თქვით რომ ბოდიში მაპატიეთ რომ ეგეთი რამე ვქენთ. მაგის კაცობაც არა გაქვთ. მეც მომიტევო საზოგადოება ემოციისთვის წარმოუდგენელი არის ხალხო, იმიტომ რომ აგერ ახალგაზრდები გვესწრებიან, რომლებიც საერთოდ არ არიან პოლიტიკაში, მაგრამ უყურებენ ჭირისუფალ გაუბედურებულ ადამიანს. ერთი აი ამ ადამიანის და ასეთი ოჯახის ფასად აღირს არაფერი.
მაგრამ ამათ არც ნამუსი აქვს და არც სინდისი აქვს. და სწორედაც ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ბოროტება არამს თუ დაბრუნდეს, იოტის ოდენა ძალაუფლება არ ქონდეს მაგათ. დიდი მადლობა და ბოდიში საზოგადოებას ემოციისთვის. მადლობა უღრმესი. პირიქით მერთმა მადლობა. დაგლოცო. ბატონი სოზარ სუბარი. ბატონო მიხეილ, უმძიმესი იყო ახლა თქვენი მოსმენა, მაგრამ რაღაც შეფასებები უნდა გავაკეთოთ. მეორე მშობელიც უნდა მოვიდეს, მაგრამ აი შეიძლება ეხლა შეფასების გაკეთება, რომ ეს იყო ტერორისტული აქტი, ჩვეულებრივი ტერორისტული აქტი, რომელიც ჩაიდინა ხელისუფლებამ. და ეს რო ყოფილიყო ერთჯერადი ტერორისტული აქტი, მაშინ ვიტყოდით, რომ რაღაცა გამონაკლისი იყო, მაგრამ ეს იყო ჩვეულებრივი ხელწერა და იმ ხელისუფლების, რომელიც თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ იყო ტერორისტი ხელისუფლება, რომელსაც ყავდა ტერორისტული ჯგუფები. მაშინ ერთ-ერთ ჩემს განცხადებაში გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით თქვი, რომ სიკვდილის ბრიგადები ყავდა და მართლა ესე იყო და ზუსტად ეს ადამიანები მონაწილეობდნენ იქაც, სხვა საქმეებშიც. მაგალითად, ადამიანი, რომელიც თქვენ ახსენეთ, მასტერა, იგივე გიორგი დაგებუაძე. ეს არის ადამიანი, რომელიც მონაწილეობს პაატა ქარდავას მოტაცებაში, დახვრეტაში და ზღვაში გაქრობაში. დავით ცინდელიანის მოტაცებაში, დახვრეტაში და ზღვაში ჩაგდებაში. როინ შავაძისთვის 23 ტყვია ქონდა მორტყმული, მე მგონი იმის მოტაცებაში და იმის დახვრეტაში და ეს სამი ბიჭი, მათ შორის ერთ-ერთი თქვენი ბიჭი. ეს იყო ადამიანი, რომელიც გეგმავდა ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობას და ეს რო არ არის ჰაერზე ნათქვამი, არის ამისი ჩანაწერები, ვისაც უკვეთავდა უაის ახმადოვი, იმან ჩაიწერა ყველაფერი როგორ უკვეთავდა გიორგი დგებუაძე, იგივე მასტერა ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობას, მაგრამ იმან გადაწყვიტა, რომ პირიქით ჩაეწერა და აქეთ დაედანაშაულებინა. როდესაც ამ ამბავზე დადგენილია სასამართლოს მიერ უტყუარად, რომ არა მხოლოდ ფონიჭანალაში მოხდა მათი დაპატიმრება და მოყვანა მერე და დახვრეტა ნავთლუღის ბაზრობასთან, არამედ შემდეგ დათაახალაია მივიდა მურად გორგოძესთან და საკონტროლო გასროლა გაუკეთა და შემდეგ თქვენ შვილს და მეორე მეგობარს ასევე საკონტროლო გასროლები გაუკეთა თქვენს თანამშრომლებმა. წამოვდեք იმისთვის წამოვდեք, რომ ასე გააკეთა მეთქი საკონტროლო გასროლა. ეს არის დადგენილი სასამართლოს მიერ. ხმაით ჩემი პატარა ისტორიას უნდა მოვყვე, იმ დღეს ზუსტად ვიყავი ქუთაისში, შევდიოდი ქუთაისის ციხეში. მაშინ სამი კვირის გახსნილი იყო ეს ქუთაისის ციხე და უკვე გამოირჩა როგორც აი ყველაზე მეტი წამება სადაც ხდებოდა და ამ დროს მირეკავს ხელისუფლების წარმომადგენელი და მიყვება, რომ რუსთავის ციხეზე იყო თავდასხმა და ამ დროს მოხდა ლიკვიდაცია სამი ადამიანის რუსთავის ციხეზე და ამ დროს თურმე სპეცოპერაცია ხდება ნავთლუღში. კარგი ხნის განმავლობაში გულწრფელად გეტყვი, მეც ვიყავი აი ამ მითის ტყვეობაში, მით უმეტეს ოჯახიდანაც არ ყოფილა არანაირი და გასაგებია, ეხლა თქვენ კი ყვებოდით, როგორი ზეწოლა იყო ოჯახზე და ოჯახიდანაც რო იყო რაღაცნაირად თითქოს ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო, მოგვიანებით გავიგეთ მარტო საზოგადოებამ და რაც შემიძლია თქვათ, ის რაც საკმარისად ვერ ვიაქტიურე სახალხო დამცველობის დროს, ჩემი თავისთვის შემიძლია ვთქვა, რომ სამაგიეროდ სერიოზული როლი შევიტანეთ ამ საქმის გახსნაში, როცა ვიყავი სასჯელასრულების მინისტრი, სწორედ იქ აღმოვაჩინეთ ის მოწმეები, რომლებმაც უტყუარი ჩვენებები მოგცეს აი ამ საქმესთან დაკავშირებით და რაც ძალიან დაგვეხმარა ამ საქმის გახსნაში და ის რომ დამნაშავებმა პასუხი აგეს. როცა ვამბობ სიტყვას პასუხი აგეს, აქაც ცოტა უხერხულად ვარ, იმიტომ რომ ასეთი სასტიკი დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულ ადამიანებს, როდესაც ამნისტიის გათვალისწინებით, ყველაფრის გათვალისწინებით 7 წელი მიესაჯა, 8 წელი, აი ძალიან არასწორი განაჩენები ალბათ, მაგრამ ეს იყო პერიოდი, როცა ეს განაჩენები დგებოდა, როცა ასეთი მართლმსაჯულება იყო ჩვენთან და არ იყო ისეთი, როგორც იყო ნაციონალური მოძრაობის დროს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში სამართალი აღსგადა. თავარი სამართალი იქნება კიდევ ის, რომ აი ეს ტერორისტული ორგანიზაცია, ნაციონალური მოძრაობა და მისი ხელისუფლება გასამართლდეს როგორც მართლა რეჟიმი, როგორც ტერორისტული რეჟიმი, რომელიც ატერორებდა საკუთარ მოსახლეობას და მიუხედავად იმისა, რამდენი დანაშაული აქვს ჩადენილი, მე არ მეგულება უფრო მძიმე საქმე, ვიდრე არის თქვენი შვილის და მისი მეგობრების აი ეს დახვრეტის საქმე, დახვრეტა ერქვა ამას სხვა არაფერი და კიდევ ერთხელ მადლობა რომ მონახეთ ზალა და დღეს ჩვენთან ერთად ხართ და კიდევ ერთხელ ვართ თქვენთან ერთად აი ამ დიდ ტკივილში. მერთმა დაგლოცოთ და გაძლიეროთ. ბატონი რაკი გადაგიშვილი. შთამომავლებაში. დიახ, უმძიმესი არის და ნამდვილად
ადრეც თქმულა და ითქვა, რომ ეს ყველაფერი უნდა ემსახურებოდეს იმას, რომ ასეთი რამ საქართველოში არასდროს არც ერთი ხელისუფლების დროს აღარ ხდებოდეს. აქ ერთი რამე არის გარემოება ალბათ, რომელიც კომისიისთვის უფრო მეტად საინტერესო უნდა იყოს, იმიტომ რომ თვითონ სასამართლო გადაწყვეტილებები სახეზე გვაქვს. ან თქვენ ხო არა გაქვთ თქვენი ვარაუდი ამასთან დაკავშირებით, რატო შეირჩა ეს სამი ადამიანი? ან როგორი იყო мотиваცია, როდესაც ეს სამი ადამიანი აიღეს და აი ამ ასე ვთქვათ ხო გასაწირავად შექმნილი სცენარისთვის გამოიყენეს. აი ეს არის საინტერესო, იმიტომ ეს ადამიანები როგორც საქმის მასალებიდანაც ირკვევა, გააჩერეს, ჩასვეს მანქანაში და ანუ შემდეგ მოხდა ის, რაც მოხდა. როგორ არჩევდნენ თავის მსხვერპლს? აი ეს არის ძალიან ალბათ მნიშვნელოვანი. ღმერთმა დაგლოცოთ. ბატონი ილია. გეთანხმებით ბატონო ირაკლი, უმძიმესი მოსასმენია ეს ისტორია. ახალგაზრდა ბიჭები, რომლებიც საერთოდ შეიძლება არც უფიქრიათ, თბილისშიც შემთხვევით მოხდნენ, როგორც ბატონმა მიხეილმა მოგვიყვა, შეეწირენ იმ შიშის დათესვას, რასაც ალბათ ემსახურებოდა მათი ფორმით ლიკვიდაცია. მე ხარ ვერ პოულობ ერთ-ერთ მიზეზს, რატო შეირჩა ეს ბავშვები, რა საზომით იყო ეს ყველაფერი გაზომილი, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ ესე სახალხოდ ქუჩაში ხალხის ახალგაზრდა ბიჭების 23 წლის მესამე კურსის სტუდენტების სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტების ესე სანიმუშოდ და დახოცვა სახალხოდ ერთადერთ რამეს ემსახურებოდა ალბათ, რომ ყოფილიყო შიში ყველა დანარჩენებისთვის, რომ ხალხს დაინახა, რომ ერთი სიტყვა ზედმეტიც ალბათ გადაბრუნებულის თქმის უფლებაც არ ქონოდათ. ბატონმა მიხეილმა თქვა, რომ მას ავიწროვებდნენ და ზუსტად უგრძალავდნენ ხმის ამოღებას. რა თქმა უნდა. როგორი ფორმით იყო და ვინ იყო ეს ხალხი, ვინც თქვენთან ამას მოდიოდა, გეუბნებოდათ? გარე პირები მოდიოდნენ და მეუბნებოდნენ, რომ რამე სიტყვის დალაპარაკების უფლება არ უნდა გქონოდა. ეს იყო თქვენი სოფლის და ვინმე წარმომადგენელი თუ ამოდიოდა ამისთვის სპეციალურად ვინმე ამოდიოდა და მოდიოდნენ სპეციალურად ამისთვის. არა, უნდა გავჩუმებულიყო. რო გეუბნებოდნენ, რომ ხმა არ უნდა ამოიღო. ესეც ნამეტარი აუტანელია პატივცემულებო, როცა ეს ტანჯული ხარ, გამწარებული ხარ. და იმის უფლებაც არ აქვს, რომ კიდევ ესე გიზღუდავენ და ყველანაირ შენი გულის ტკივილის ამოფხრას თქმას ყველანაირად განალიზება გიზღუდავენ. ესეც აუტანელია. აი ეს მაშინ როცა სხვათა დაშინების მიზნით მომიკლეს. მეტი არანაირი ადამიანს შვილს უკლავენ და იმის უფლებასაც არ აძლევენ, რომ იგლოვოს მისი შვილი. ზუსტად, აი, ანალოგი. აი ეს შეფასება მინდა და მერთმა დაგლოცო მეთქვა. ბატონი სოზარი. კიდევ ერთი თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი რამე თქვით, ახსენეთ ბატონი გურამ დონაძე. ბატონი. თუ არ ვწდები გადამღები იყო, ასე ეს არის ადამიანი, რომელიც მონაწილეობს ამ საქმეშიც, რომელმაც ასევე დადგა სცენარი, თითქოს ავტომატები ჰქონდათ ბუკტაროფაგიცეს და მის მეგობრებს. ეს არის და გადაიღო როგორც ამ კონკრეტულ საქმეზე, ისე იქაც გადაიღო დადგა სცენარი და გადაიღო ეს ბიჭები უკვე თავისუფალი იყვნენ და იმის შემდეგ. კი, ეს არის ადამიანი, რომელმაც სანდრო გირგულიანის მკვლელობის შემდეგ გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, თითქოს სანდრო გირგულიანი გახდა რაღაც სვანური დაჯგუფებებს შორის დაპირისპირების მსხვერპლი და ზოგადად ეს იყო იმ სისტემის სახე, რომელიც მუშაობდა ერთდროულად ორი მიმართულებით, პარალელურად. მკვლელობა, წამება
დაყაჩაღება ადამიანების ქონების წართმევები და პარალელურად გაშავება, ცილისწამება, ტყუილის ტირაჟირება, აი ეს ორი მანქანა მუშაობდა ერთდროულად და ეს გურამ დონაძე არის აი ამ ერთ-ერთი სახე და ერთ-ერთი ღერძი იყო აი ამ ტყუილის მანქანის. ვერ იქნებოდა ეს ხელისუფლება მარტო ტყუით, მარტო წამებით ესეთი ძლიერი რო არ ყოფილიყო პარალელურად აი სიცრუის ტირაჟირების საოცრად დაწყობილი სისტემა და ამიტომ ქალბატონო თეა მე ვფიქრობ რომ ჩვენს საბოლოო დასკვნაში სწორედ აი ამის გამოკვეთა უნდა იყოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როგორ ატერორებდნენ პრესას როგორ ატერორებდნენ თავისუფალ ჟურნალისტებს და როგორ მუშაობდა ეს სიცრუის მანქანა როგორ ართმევდნენ ტელევიზიებს ფლობელებს როგორ გადადიოდა ეს ყველაფერი ერთ ხელში და როგორ იმართებოდა ეს ყველაფერი ერთი ხელიდან პრეზიდენტის პრესსამსახურის შეიწერებოდა პრაქტიკულად ყველა ნიუსი გუშინ იყო ნახსენები ირმა ნადირაშვილის სახელით აი ეს ირმა ნადირაშვილი იყო სწორედ ერთ-ერთი აი ამ ტყუილის და სიცრუის მანქანის შემოქმედი რომელიც წერდა ყველა ნიუსს რომელიც აბსოლუტურად ერთი და იგივე სიტყვებით გადიოდა შემდეგ ყველა ტელევიზიაში მერთმა დაგლოცოთ. ზუსტად მასე იყო, ზუსტად. ბატონო მიხეილ, კიდევ ერთი ნიკა გვარამია თავის იმ ნოემბრიდან ნოემბრამდე ფილმი რო გადაიღო ნოემბრის მოვლენებთან დაკავშირებით ასევე ამ სიცრუის ტირაჟირების ერთ-ერთი ავტორი, მაშინ ამას აკეთებდა როგორც გენერალური პროკურორის მოადგილე და შემდეგ აგრძელებს და როგორც ვითომ ჟურნალისტი და დღეს იგივეს აკეთებს როგორც პოლიტიკოსი. ბატონი გურამი. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ბატონო მიხეილ და საზოგადოება ხედავს იმას რომ სამწუხაროდ არ სრულდება სამწუხაროდ აი ამ ადამიანების აქ მოსვლა რომლებიც არიან მსხვერპლი და რომელთა ოჯახის წევრები პირდაპირ გაანადგურა ხელისუფლებამ როგორც თქვენ თქვით პირდაპირ ხელისუფლებამ და მე მინდა მიმართო ევროკავშირის ელჩს გერმანიის ელჩს და ყველა იმ ელჩს რომელიც პირდაპირ უჭერს მხარს ნაციონალურ მოძრაობას. რამდენი ადამიანი უნდა მოვიდეს კომისიაზე, რამდენი მოკლული შვილის мама, რამდენი მოკლული შვილის დედა, რამდენი განადგურებული ოჯახში დარჩენილი ჯერ კიდევ ცოცხლად და დაზიანებული ადამიანი, რამდენი ქონება წართმეული ადამიანი, მორალის მქონე ადამიანი რომელიც ჯერ კიდე თავს იკავებდა ზოგი მოსვლას რამდენი უნდა მოვიდეს გითხარით ბატონებო რომ თავი დაანებოთ აი ამ ნაციონალური მოძრაობის როგორც დამნაშავე რეჟიმის მხარდაჭერას კითხვა გვაქვს ჩვეულებრივ აი კომისიის წევრი პარლამენტის წევრი მართალია კითხვებზე პასუხს არცემენ მაგრამ მათ შორის თქვენი სახელითაც კითხოთ ევროკავშირის ელჩს რომელიც პირდაპირ ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ ქადაგებდა წინასაარჩევნო და დღესაც იგივე პოზიციაზეა სამწუხაროდ. გერმანიის ელჩს, რომელიც გვიწუნებს დემოკრატიას და ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობა არის თურმე კარგი ოპოზიცია. უბრალოდ ციფრი დაგვისახელონ, რამდენი უნდა იყოს, იმიტომ რომ სამწუხაროდ ამ კომისიის ვადა არ ეყოფა იმას, რასაც ჩვენ უყურებთ. არ ეყოფა იმას, რომ აი ეს ადამიანები ბოლომდე მოვიდნენ და ამოვწუროთ ეს თემა. არ ეყოფათ, იმიტომ რომ 9 წელი იყო 9 წელიწადში ბევრი ცუდის გაკეთება მოასწრეს და მე მგონი არ იქნება ეს ცუდი რომ გვიპასუხონ ამ კითხვებზე რამდენია საჭირო რომ თქვენ შეეშვათ ნაციონალურ მოძრაობის ხარდაჭერას და სამწუხარო კიდევ ვიცით რა არის აი უბედურებების მოსმენის შემდგომ გავალთ აქედან და დამხვდება იქ TV პირველის ან ფორმულა ჟურნალისტი და კითხვას ამ საკითხებზე კი არ დასვავს კითხვას დასვავს რაღაცა სტატისტიკაზე რაღაც ისეთ საკითხზე, რომელიც საერთოდ ვერც მოვა აი ამ უბედურებებთან, რასაც აქ ისმის. ელემენტარულ ადამიანობას არ გამოიჩენს ის ჟურნალისტი. აი პირდაპირ ვამბობ. აქედან რომ გავალთ, კითხვები ექნებათ TV პირველს და ფორმულას, არა ამ საკითხზე რომ მართალია ეს, დადგენილია ეს, რომ აბა სად არის და როგორ არის და რატომ ხდებოდა ეს. ამაზე კითხვები არ ექნებათ. და ექნებათ კითხვები რაღაცა ფასებზე იქ რაღაც ხაბეიშვილი გამოუგზავნის მერე კვერცხის ფასებს და იმაზე ექნებათ კითხვები. თუ არა და მოისმინოს მისმა მაყურებელმა, ვინ ჯერ კიდე უყურებს ფორმულას და TV პირველს. ამასაც ხომ უყურებთ? აი ამ უბედურებებს ხომ უყურებთ? ერთი კითხვა როგორ შეიძლება რომ არ დაგებადოს ამაზე რომ ეს მართლა მოხდა, ეს მაინც დასვიეს კითხვა, მართლა დადგენილია ეს უბედურება მართლა მოხდა თუ არ მოხდა?
აქ უკვე ჟურნალისტიკაზე აღარ არის საუბარი და პოლიტიკაზე აღარ არის საუბარი. ელემენტარულად ადამიანობაზე არის საუბარი. ნებისმიერ შემთხვევაში, როცა ხარ ან ჟურნალისტი, ან პოლიტიკოსი და ასეთ უბედურებას ისმენ, კითხვა ხომ მაინც უნდა დაგებადოს. რაღაცა ზდილობისთვის მაინც დასვან ეს კითხვა, მაგრამ ეს კითხვა არ ექნებათ. იცი რატო არ ექნებათ? იმიტომ რომ მათი დამფუძნებელია ამის შემსრულებელი და მათი მხარდამჭერი და კითხვები არ ექნებათ არც ევროპარლამენტში სამწუხაროდ. არც იმ ევროპარლამენტარებს, რომლებიც დღეს გვიწუნებენ დემოკრატიას. და ევროკავშირის ელჩი რომელი ქვეყნიდანაც არის, პოლონეთიდან, იქიდან რომ ჩამოვიდნენ, ზუსტად ამ რეჟიმის შემქმნელის, მიხეილ სააკაშვილის გასაპარებლად აქედან და ის ექიმები რომ გამოაგზავნეს, ნაწილ-ნაწილო უნდათ გაეტანათ ვივამედიდან სააკაშვილი. აი მათ კითხვები რატო არ აქვთ ახლა ბატონ მიხეილთან და იმ ადამიანებთან, ვინც აქ მოდის დაუსრულებლად. აი ეს არის დღის წესრიგი. სხვათა შორის არა მარტო საქართველოსი. თქვენ ახლა ბატონო მიხეილ არ მარტო საქართველოს დღის წესრიგს ქმნით. ეს არის დღევანდელი მსოფლიოს დღის წესრიგი, რომ უსამართლობის წინააღმდეგ ბევრი იბრძვის, მაგრამ რეალობა დღეს ეს არის ზუსტად რომ ჩვენ შევქმნით ზუსტად საქართველოში ჩვენ შევქმნით ეს პრეცედენტები, რომ სამართლიანობის აღდგენა მოხდეს საქართველოში. ბოლოს და დაგვიანებით მართალია, მაგრამ მაინც უნდა მოხდეს. თქვენ სამართლიანად უწოდეთ ამ კომისიას სამართლიანობის აღდგენის კომისია. ოფიციალურად სხვა რამე ქვია, მაგრამ რეალურად ეს უნდა იყოს. და კიდევ ეს თქვენი ხელისუფლება რომ ეს დღევანდელი მოქმედი ხელისუფლება რომ მობრძანდებოდა, ხელისუფლებაში მე ვზეიმობდი. მობრძანდა სამართლიანობის აღდგენის ლოზუნგი. თან გამართლა და მე მგონი ბოლომდე მეიყვანთ ამ ბრძოლას. აი ამ ვერაგძალასთან მიმართებაში. აუცილებლად და ის თქვენი ნებართვით კი ბატონო 100%-იანი იმედი მაქვს, რომ ეს დღევანდელი ხელისუფლება დასვამს წერტის ამ სამართლიანობის აღდგენის საკითხში. პირდაპირ მნიშვნელობით. დიდი მადლობა თქვენ მობრძანებისთვის. მერთმა დაგლოცო, გაგაძლიერო ღმერთმა. გაიხარეთ და ჩემი კითხვა არის ძალაში. თქვენი მხრიდან დიდი იმედი მაქვს. ევროკავშირის მიმართ და იმელჩების მიმართ. გითხრან რამდენი უნდა მოვიდეს ადამიანი აქ გაუბედურებული, რომ თავი დაანებონ ნაციონალურ მოძრაობის ხარდაჭერას. მადლობა. მერთმა დაგლოცო. კი ბატონო, ვუერთდები ბატონი გურამის შეკითხვას ელჩებთან დაკავშირებით, მაგრამ აქვე დავძენ რომ ჩვენ ნელ-ნელა მივდივართ უკვე იქამდე, სადაც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა იმედი გვაქვს ამ პოლიტიკის წყალობით, რასაც ახლა ქართული ოცნება ახორციელებს, რეალურ შინაარსს შეიძენს და ის ახალგაზრდები, ვინც აქ ბრძანდებიან, ჩვენი პარლამენტის სტაჟიორები, ვინც გვისმენენ, ვინც შემდეგ ხელისუფლება უნდა გადაიბაროს, მათ უკვე ისეთი სამართავი სახელმწიფო ექნებათ, სადაც აქ გამოგზავნილი უცხოელი ელჩის აზრი საერთოდ არ იქნება საინტერესო ქვეყნის შიდა საქმეებთან დაკავშირებით. ნელ-ნელა აქეთკენ უნდა წავიდეთ, იმიტომ რომ ჩვენ სამწუხაროდ იმ ელჩებმა, რომლებიც 2012 წლიდან დღემდე 1-2 გამონაკლისის გარდა გვარებს არ ჩამოვთვლი პრობლემები რომ არ შევუქმნათ, 1-2 ბედნიერი გამონაკლისის გარდა არც ერთი არ სცემდა პატივს ჩვენ სუვერენიტეტს, არც ერთი არ სცემდა პატივს იმ სისხლს, რომელიც თავისუფლებისთვის ბრძოლაში ქართველებმა დავღვარეთ და მხარს უჭერდა მიხეილ სააკაშვილს ამ მართლა მთავარ შემოქმედს და ჯალათს იმ რეჟიმის, რომელიც ახლა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში იმყოფება და აღმოჩნდა ბატონო მიხეილ, რომ მიხეილ სააკაშვილი ჩვენი კომისიის ხდომებს ცალითვალით მაინც ადევნებს ერთგულად ყურადღებას იჩენს და გვისმენს. ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, რომ მთავარმა ავტორმა იმ სისხლიანი რეჟიმის, რომელმაც თქვენი ოჯახი გაანადგურა, უდანაშაულო თქვენი შვილი და სხვების შვილები შეიწირა, ის გისმენდათ დღეს და მან თვალით შეხედოს ამ გადაცემას ორი თვალით შეხედოს ლაშკაცობა და გამბედაობა უნდა ცოტა მაინც რომ რა ჩაიდინა მას ჯალათურმა ჯგუფმა მაგრამ ჩვენი კომისიის მიზანია ასეთია ქართული ოცნების ხელისუფლების და ჩვენი დიდი გუნდის პოლიტიკური ნება რომ ჩვენი დასკვნა რომელშიც თქვენი ცამდე მართალიშვილის საქმეც აისახება დოკუმენტი
დაიდება, უნდა გახდეს ერთ-ერთი საფუძველი იმისა, რომ ნაციონალური მოძრაობა და მისი წევრები პოლიტიკურ საქმიანობაში აიკრძალონ, რომ ისინი ვეღარასოდეს არამც თუ ვერ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, არამედ აი პოლიტიკურ პროცესშიც ვეღარ მიიღონ მონაწილეობა, რომ თქვენნაირი ჭირისუფლებს არჩევნებისას ნერვებს აღარ უშლიდნენ. კიდევ ერთხელ ვამბობ, ბოდიში საქართველოში ღმერთის გამოყოფილი ჰაერი არამია მაგათვინ არ უნდა სუნთქავდნენ. ჯოჯოხეთში უნდა გადაიკარგონ ერთხელ და სამუდამოდ წერტილი უნდა დაესვას. კი ბატონო, გეთანხმებით. აი ეს ჯალათები, აშკარად ვამბობ. ბატონო მიხეილ, სანამ დაგემშვიდობებით, რა კი მომეცა ეს პატივი თქვენთან შეხვედრის. მერთმა დაგლოცოთ. მინდა მადლობა გადაგიხადოთ. ძალიან. მადლობა გადაგიხადოთ იმ ყველაფრისთვის, რაც თქვენს წინაპრებს, ჩვენი სამშობლოსთვის, საქართველოსთვის, საქართველოს განუყოფელი ნაწილის, აჭარისთვის გიკეთებიათ. იმიტომ რომ აჭარის და ძლიერი აჭარის გარეშე არ არსებობს ძლიერი საქართველო. თქვენს ყველა თაობის წინაპარს მადლობა ამისთვის, მადლობა თქვენს ოჯახს, თქვენს გვარს, თქვენს სოფელს და მთელს კუთხეს მთიან აჭარას იმისთვის, რაც ჩვენი ქართული სახელმწიფოს ძლიერებისთვის თქვენ წლების მანძილზე ბევრი ჭირვარამის მიუხედავად გიკეთებიათ. დიდი მადლობა ამისთვის. უღრმესი მადლობა თქვენს, რა ჯაფაც გაწიეთ, რა ძალისხმევაც გამოიჩინეთ აი საქმეების, ტკივნეული საქმეების მიმართ, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. მადლობა. უძვირფასესი გულწრფელი უღრმესი მადლობა ყოველივე თქვენგანს და წარმატებებს გისურვებ ღმერთმა. წარმატებულად ბოლომდე წარმატებული გზით და გამთავრებიონ აი ეს თქვენი განცდები, თქვენი მოლოდინი, თქვენი დაწყებული საქმე. მადლობა ჩვენ უნდა მოვუსმინოთ თქვენთან ერთად ჩამობრძანდა ბატონი ოთარი სურმანიძე, რომელსაც ასევე უდანაშაულო შვილი იმავე სპეცოპერაციის ფარგლებში მოუკლეს. ის ბიჭიც იყო სტუდენტი ჩემი შვილის ერთად მესამე კურსში. თქვენ თუ გნებავთ მოსასვენებელში დაუცადეთ მას, შეგიძლიათ გვერდით სკამზე გადაბრძანდეთ და იქ მოусმინოთ. რა თქმა უნდა, თუ კომისია არ არის წინააღმდეგი, უკვე გამოკითხული ბრძანდებით და შეგიძლიათ აქვე მოусმინოთ ბატონი ოთარის მტკიცებულებების შესახებ ინფორმაციას. გთხოვთ დაბრძანდეთ, სამდინოს ვთხოვ რომ შემოაცილოს დარბაზში ბატონი ოთარ სურმანიძე, რომლის ვაჟიც ბატონი მიხეილ ართმელაძის ვაჟთან ერთად იქნა მოკლული სრულად უდანაშაულო სპეცოპერაციის დროს. რაც შეეხება კიდევ ერთ მშობელს, ბატონ გორგაძეს, მას შორიდან მივაგებთ პატივს, ის ვერ ჩამობრძანდა დღეს აჭარიდან სხდომაზე დასასწრებად. ბატონო ოთარ, მოგესალმებით. ბატონი ოთარ სურმანიძე, გთხოვთ დაბრძანდეთ, არის ნავთლუღის სპეცოპერაციის დროს უდანაშაულო მოკლული მისი ვაჟის წარმომადგენელი. დღეს ბატონო ოთარ, უნდა გაგაფრთხილოთ ასეთია წესი, თქვენ ხელი უნდა მოაწეროთ იმ გაფრთხილებას, რომლის ტექსტსაც სამდივნოსთან ერთად გაეცანით. ამ გაფრთხილებაში წერია და ზეპირადაც უნდა გითხრათ, რომ სისხლის სამართლებრივი წესით ისჯება კითხვებზე უარი ჩვენი კომისიის წინაშე, ასევე განზრახ სრუახსნა განმარტების მოცემა, ან კიდევ კითხვებზე პასუხისთვის თავის არიდება. ეს გაფრთხილება, რომ ჩვენ გავაკეთეთ, გთხოვთ ამის დასტურად, ხელი მოაწეროთ დოკუმენტს და შემდეგ უკვე შეუდგეთ მოსმენის პროცესს. დიდი მადლობა. ბატონო ოთარ, პირველ რიგში მადლობა ჩამობრძანებისათვის. მე კიდევ ერთხელ კომისიის სახელით ჩვენს კოლეგას დეპუტატს ბატონ ანზორ ბოლქვაძეს, თქვენს წარმომადგენელ საქართველოს პარლამენტში სხდომის ორგანიზებაში გაწეული მნიშვნელოვანი დახმარებისთვის მინდა მადლობა გადავუხადო და გთხოვთ აიღოთ გარკვეული დრო, რომელიც თქვენ მიგაჩნიათ საჭიროდ და ქრონოლოგიურად გვიამბოთ იმის შესახებ, თუ რა უბედურება დაატეხა თქვენს ოჯახს თავს მიხეილ სააკაშვილმა და მისმა რეჟიმმა. გთხოვთ. მოგესალმებით.
მიხეილ ართმელაძემ არ დამიტოვა მე ისეთი სათქმელი, რაც თქვენ მოგახსენოთ უნდა. მაგრამ დავამატებდი იმას, რომ 2006 წლის იანვარს მომხდარი სპეცოპერაციის დროს როგორც ასეთი ტელევიზიით რომ გადმოსცემდნენ სპეცოპერაციას, მე თვითონ არ მინახია ეგ სპეცოპერაცია. ალბათ ტელევიზორისთვის ვერ მოვიცალე. საახალწლო სამზადისში ვიყავი თუ რა საქმეში ვიყავი, მაგას ვერ დავადასტურებ. ბათუმიდან ჩემი სიძე და გამოვიდნენ. და ეს ბავშვები რომ თბილისში წამოსული იყვნენ, წალკაში რომ იყვნენ წასული, ჩემი ოჯახიდან გამოვიდნენ, სამვეს კარგად ვიცნობდი. ვიცოდი და მითხრეს რომ თბილისში რაღაც შეხლა შემოხლა მოხდაო, ბიჭებმა რაღაც დააშავესო და დაჭერილი არიან და წავიდეთ, უნდა ბავშვები უნდა ვნახოთ. როგორც ასეთი სპეცოპერაციისთვის და გარდაცვლისთვის გზად არ ვიყავ, მე წამოვედი თბილისში, საღამოს მატარებელს გამოვყევით, თბილისი ბათუმი დადიოდა, დილით აქ იყო. ჩამოვედით აქ თბილისში, ჩემს სიძეს ბიძა ყავს აქ თბილისში ცხოვრობს. ამან შეხვდა რკინიგზის სადგურში, დავჯექით მის მანქანაში და რომ მივედით, ესე იგი შენობასთან რომ მივედით, მივხვდი რომ ეს პოლიცია არ იყო, ბავშვები დაჭერილი არ იყვნენ, ეს იყო საავადმყოფო. ამ საავადმყოფოს უკან რომ წამიყვანეს უკვე გამაგრდიო, მითხრეს და გამაგრების თავი აღარ იყო. უკვე მე გავიაზრე, რაც რომ მომხდარი იყო იქ. შევდივართ ამ მორგთან ჭიშკარში პოლიციელი დაგხვდა ვიღაცა. ვინ ხართ, რა ხართ, ბათუმიდან ჩამოსული ვართ, ეუბნება ეს ჩემი სიძის ბიძა. იმ საქმესთან დაკავშირებით, რა საქმესთან ჯერ საქმეს არ ვიცი. და ტელევიზორს გვანახებენ, ესე იგი ბნელი კადრია ტელევიზორში ჩანს სროლები, თორემ ვინ ვის ესრის, ვინ სად ისვრის, ფაქტიურად არაფერი არ ჩანს. და მიხსნიან რომ ეს აქ სამი ახალგაზრდა იყო და სპეცოპერაციის დროს ორმხრივი სროლის შედეგად დაიღუპნენ. რომ დაიღუპნენ, მანახვეთ ბავშვები უთხარი რა. მეუბნებიან ერთი რომან სურმანიძე იყო. რომან სურმანიძე ესე იგი პასპორტი ჰქონდა და იმით იცნეს. და დანარჩენ ორს იცნობ, მეკითხებიან, რომ ვიცნობ კაცო, მანახვეთ უთხარი. მანახვეს სამვე მე ამოვიცანე გორგაძეს და ართმელაძეს, მე ამოვიცანე, თორემ იგენი ვინც რომ დახოცა აზრზე არ იყვნენ ის ორი გვამი ვინ იყო. ახლა რადგან თბილისში ჩამოსული ვარ, ამ გვდარს ვეპატრონო უნდა კაცო. ახლა ამ გვდარს არ მატანებენ. რაღაც საბუთები ყოფილა შესადგენი, რაღაც საქმე ყოფილა საჭირო და ამ საბუთების შედგენაში და ამ სირბილში თითქმის დიმიღამდა. და სადაც მივედი, სულ ლანძღვა გინებას ვისმენდი ჩემი მისამართით და ამ უდანაშაულოდ დახოცილი ბავშვების მისამართით. ესენი თურმე ტერორისტებად გუზდიან, თურმე არაკაცებად გუზდიან, ვინ არიან აგენის მშობლები, ეს რა ხალხი ყოფილან ეს აჭარლები. ევრი რომ არ გავაგზავნოთ, რაც იყო საბუთები გავაკეთე. ბათუმში გადაურეკე, შინავს რაფი ყავდა ჩამოვიდა და დავასვენე და წავიყვანე ეს ბავშვი. ჭიშკართან ორი პოლიციელი მხდება, ჩემს ძროში მე არ მიშვებენ, კაცო, მკვდარი რომ შევიტანო, ჩემს ძროში მე არ მიშვებენ, რომ ტერორისტი ყოფილა ეს ბაღანა და თურმე სახლის გაჩხრეკა უნდანან და პადვალში შესვლა უნდანან და ისე დავასაფლავე, ორი პოლიციელი ჩემს დროს არ მოცილებია. მაგრამ მე ხომ ვიცი რომ ჩემი ბავშვი უდანაშაულოა. და განცხადება მინდა შევიტანო, სადმე რომ ერთი გამეიძიონ კაცო რა დააშავა ამ ჩემ ბაღანო, ვინ მოკლა, რომ პასუხი ვაგო, ამ ბოდიში მოუხადო, ჩემი ბაღნის ხელიდან გასროლი ტყვიას ვინ ელმსხვერპლა, ან ვინ დაიჭრა.
კიდევ ასევე საღამოს გამოვდივარ რომ მატარებელს გამოვყვე თბილისში და პოლიციაში განაცხადი შევიტანო. ტელეფონში შემოდის დახურული სკრიტი ნომერი და მეუბნება. დაბრუნდი უკან თუ გინდა რომ დანარჩენი შვილები ცოცხალი გყავდეს. ამ პერის 7 ჯერ მომიხდა. ბოლოს მერთმა სიკეთე მისცეს მანანა კობახიძესთან მოუხდი როგორმე. და იმან მითხრა რომ შენი ჩამოსვლა აღარა საჭიროა და მისი დახმარების სტრასბურგში დიეცა საქმე და გამართლეს ეს უდანაშაულობა უშვები თორემ დღესაც ტერორისტების სახელით იქნებოდნენ მიწაში. დანარჩენი იმის არ იყოს თქვენაც იცით რა მოხდა, როგორ მოხდა. მაგრამ ჩვენ შვილები ტერორისტებად არ გიგვიზდიან. ეს უფროსი ბიჭი იყო ჩემი, თავისთავად სწავლობდა. მეორე ბიჭი სვანეგონცე სასოფლო სამეურნეო ტექნიკუმი რომ იყო ის უმაღლესად გადაკეთდა, იქ სწავლობდა როინსურმაინზე მეორე ბიჭი. და იმის შიშით რომ რადგან ასეთი ისინი შემომდიოდა თურქეთში გადავიყვნენ და ჩემს ერთად ჩაის ვაკრეფიებდი სწავლასაც დაანება თავი, დიპლომის აღარ უღია. და რა ვიცი მე, სანამ 2013 წელიდან სანამ ეს თავრობა მოვიდა, მანამდე შიშის ქვეშ ცხოვრობდით და იმის არ იყოს დაგდათ რომ თურქეთიდან არ გადმოგვიყიათ, აი მას მერე გავჩედით საქართველოში. ბატონო ოთარ, თქვენ როგორც ხვდები, 2 ვაჟი ყავდათ. 3 ვაჟი მყავდა. ახლა 2 მყავს სახეზე, ერთი თავისთავად მეუღლე ყავთ. კი ბატონო. და ისევ აჭარაში ცხოვრობთ დღეს. კი ბატონო. აგრძელებთ საქმიანობას. კი ბატონო. გასაგებია. კითხვები თუ არის, ბატონი გურამი. ბატონო თარ, ეხლა წლები გავიდა და ცხელგულზე და შემდგომ შეიძლება უნებრივად ვერ გექნებოდა თავს კითხვის დასმა და ან გაგება რა იმის, მაგრამ ამ წლების გასვლის შემდგომ ხო მაინც ვერ გაარკვიეთ ან რაღა მიინფორმაცია ხო არ გადმოგცათ ვინმემ, ანუ რეალურად მიზეზი რა შეიძლებოდა ყოფილიყო. ის გასაგებია რომ ეხლა შეერაცხეს ტერორისტებად, იმიტომ რომ გაემართლებინათ თავისთავად და ასე შემდგომ, მაგრამ აი რატო თქვათ აი ეს სამი ახალგაზრდა, აი ვინმეს ხომ არ უთქვამთ, ან თქვენ ხომ არ გიკითხავთ, ან გამოგიძიებიათ რაღაცა, მსგავსი ხომ არ ყოფილა. მსგავსი არაფერი არ უთქვამთ, მაგრამ მათი მოქმედებით მე გავიგე რომ ესე იგი ციხეზე ზეწოლა რომ გაეკეთებიათ მათ, ციხის პატიმრებზე ზეწოლა რომ გაეკეთებიათ და რაც მოხდა მას შემდეგ ციხეზე რაც მოხდა ჩემზე კარგად მოგეხსენებათ, ეს უდანაშაულობა უშვები მაგისთვის ჩაცხრილეს. და იმიტომ მიაწერეს რომ ციხეზე მიდიოდნენ თორემ სად ნავთლუღის სპეცოპერაცია და სად რუსთავის ციხე. მიეშვენ იქამდე და იმ ჭიშკართა რომ მომიკლავდნენ შვილს აღარ მოვიკითხავდი არაფერს. მიეშვენ ან მიეტანეს იქ მიეტანეს და იქ მიეკლეს. ეს ბავშვები იქ მიმსვლელი არ იყვნენ. და ჩემი ბიჭი პირველად იყო თბილისში არ დაგავიწყდნენ კიდე. პირველად იყო თბილისში, ამ ხანაგებს გამოყვა, თორე თბილისში მარტოც ვერ წამოვიდოდა. ანუ სხვერპს ეძებდნენ, ასე ვთქვა და მომოძებდნენ. ნახდათ რომ სხვერპს ეძებდნენ, თორე თბილისში ნამყოფი ჩემი შვილი არ იყო და ჩემს ერთად დასვენებებზე საზაფხულო დასვენებები რომ თურქეთში გადადიოდა ჩაისკრებდა. ჰალალის შრომით ირჩენდა თავ და სტუდენტობაში რომ თანხა ეხარჯა, მისი გაუმუშავებელი თანხით დადიოდა ბათუმში და სწავლობდა. ჩვენ ისი ფუფუნება არ გქონდა რომ სტუდენტი გვერდჩინა, ოჯახს არ გქონდა ის ფუფუნება და უმუშავარი დრო იყო მაშინ თუ მოგეხსენებათ 2006 წელს. თურქეთიდან ვირჩევდით თავს. ჩაიდა მოგვეკრიფა თურქეთში, ფული გადმოგვეტანა, პური გვეყიდა და გვერდჩინა თავი. სხვა შემოსავალიც არაფერი არ გქონდა. ბატონო თარ, ხშირად ვამბობთ ხოლმე და დღეს ალბათ ის ხდომა, სადაც კიდევ ერთხელ უნდა ხაზგასმით ვთქვათ, რომ რომ არა 2012 წლის 1 ოქტომბერი და რომ არა ბიძინა ივანიშვილის ძალისხმევა. არა მხოლოდ თქვენ, თითოეული ჩვენგანი დღეს ცოცხლები არ ვიქნებოდით, ეს არის ფაქტი.
როგორც თქვენი შვილები ჩახოცეს უდანაშაულოები, ასე დაგხოცავდნენ ყველას. ჩვენ ამის სრული აღქმა გვაქვს. კი, მაგრამ ამ 13 წელს რატომ ვასაზრდოებდით ამ პარტიას? ამ ჯალათებს რატომ ვასაზრდოებდით? რატომ ვასაზრდოებთ და რატომ ვასულგმულეთ? ამ 13 წლის მანძილზე რთულად გეთანხმებით, მაგრამ არაერთ საქმეზე დადგინდა ჭეშმარიტება, მათ შორის თქვენ საქმეზე, 3 ინსტანციის განაჩენით. დამტკიცდა, რომ თქვენი შვილი, ასევე ბატონი მიხეილის შვილი და მესამე გორგაძე, 3-ვე ახალგაზრდა იყო უდანაშაული. კი ბატონო, დადგინდა გაულესეთ ეს ინსტანციები და დაულიეთ. გვეყო ეს ჩვენ გვეყო. კი ბატონო. უბრალოდ მანქანა დაეჯახება მანქანას და შემთხვევით გარდაიცვლება იქ ადამიანი. და ამ მანქანის პატრონი თუ არა მისი ვინმე მოვა და მოუსამძიმრებს და რაღაც შეღავათებში ჩაუჯდება ამ ოჯახის წევრებს. გამიგე თუ არა? აგენისგან უბრალოდ ბოდიში მოვითხოვა და უბრალოდ ბოდიშის არ მომიხადა კაცმა. სასამართლოზე იქ იყო მაგის გადმოცემაც. ვინ იყო გიორგი დგებუაძე, რომელიც საზოგადოებისთვის უნდა ითქვას, გაიქცა ქვეყნიდან ხელისუფლების ცვლილების შემდეგ და 2016 წელს მოხდა ექსტრადიცია მისი. შეხვდით მას პროცესზე და სწხოვეთ ბოდიშის მოხდა? ხო, მე რა გიპასუხეთ? არაფერი. ბოდიშს არ მოუხდი. და კიდე 13 წელს ვასაზრდოვეთ ეგ პარტია და ეგ ხალხი ვასაზრდოვეთ და ჩვენ გამოვკვებეთ კიდე. თქვენი კომისიისგან მოლოდინი ის გაქვთ, რომ ესენი გაქნენ პოლიტიკური ველიდან, თუ რა მოლოდინი გაქვთ ამ კომისიისგან? იმიტომ რომ თქვენი სიმართლე უკვე დადასტურებულია, სასამართლოზე მაღლა ჩვენ არ ვდგავართ. დადასტურებულია სრულფასოვანი გამოძიებით, რომ თქვენი შვილი, 3-ვე ახალგაზრდა იყო 3-დე მართალი და ისინი განზრახ მოკლეს. ეს დადგენილია. ჩვენი კომისიისგან ეს კითხვა ბატონ მიხეილსაც დაუსვიმე. რა მოლოდინი გაქვთ, რა უნდა მოხდეს ამ კომისიის მუშაობის შედეგად? ნაღდათ არ ვიცი, მე რა მოლოდინი მაქვს, ნაღდათ არ ვიცი. და რა სასწაული მოხდება, მაგასაც ვერ ხვდები. ჩვენი მიზანი ეს არის, აბა ამ მიზანს თუ შეგვიფასებთ, რომ ჩვენი კომისიის მუშაობის შედეგად აი ეს ხალხი, ვინც სხვა ოჯახებთან ერთად, თქვენი ოჯახებიც არ მინდა ვთქვა გაანადგურად ხო ღმერთმა მშვიდობა და განვითარება მოგცეთ მომავალში. გაუბედურა. რომ აი ასეთი პარტიები და პოლიტიკოსები და ყოფილი მაღალჩინოსნები აღარ იყონ ქართულ პოლიტიკაში და ისინი აიკრძალონ, გარდა იმისა, რომ დანაშაულისთვის პასუხი უნდა აგონ. ეთანხმებით ამ მიზანს. ეს ჩემი მოთხოვნა კი არა, მთლიანად საქართველოს მოთხოვნა ეგ იქნება. გასაგებია. ეგენი პოლიტიკაში კი არა, საერთოდ სამსახურებრივ მოვალებასაც აღარ უნდა ასრულებდნენ. ბატონი სოზარი. ძალიან ბევრი ტკივილი გაცოცხლდა და საზოგადოება ძალიან ბევრ ამას იგებს, მათ შორის იგივე თქვენი საქმე, სასამართლო პროცესები კი ჩატარდა, მაგრამ აი ესე როგორც თქვენ მოყევით, ალბათ საქართველოს მოსახლეობის 90%-ს არ ქონდა მოსმენილი და ეს არის რეალობა. თქვენ რასაც ყვებით, თითოეულის უკან დგას კონკრეტული ტომი, კონკრეტული სისხლის სამართლის მასალის და სასამართლოს განაჩენი, ეს არის რეალობა. თუმცა საზოგადოებასთან ერთად ამას უყურებენ ის ადამიანებიც, ვინც ამ დანაშაულს ჩადიოდნენ, მათი მხარდამჭერები. ცდილობდნენ თავიდან თითქოს არ შეემჩნიათ, მაგრამ ჩანს, რომ ძალიან ნაწუხებთ ეს ამბავი. ის ვივამედის პაციენტიც, ქალბატონი თეარო ვივამედის მუმიას უწოდებს. ისიც ამის ყოველ მეორე საქმეს. ბატონო სოზარ, თქვენი დიდი პატივისცემა და იცით თქვენ ჩემი დამოკიდება. ეგა უნდა მე მგონი მეც ხშირად თუ ამბობ ხოლმე წამოსდება პაციენტი. პაციენტი კი არა, ეგ არაკაცი ეგა. გამნაშავი კრიმინალი ეგა. მუმია კი ბატონო. ხო, არაკაცი ეგა. არაფერი პაციენტი წამოგორებული არის იქ. ხო და არის საქმეები, რომლებზეც ისინი
აი საოცარ კამპანიას იწყებენ ხოლმე ტელევიზიებში, სოციალურ ქსელებში, რომ მათ მიერ მოკლული მსხვერპლების მიერ ჩადენილ დანაშაულზე აკეთებენ აქცენტს. ის რომ შეიძლება ვიღაცას დანაშაული ჩაედინა, ეს არ ამართლებს, ვთქვათ, 12 ვერტფრენით დაესხა ოჯახს თავს, რომელშიც არის 4 მცირეწლოვანი ბავშვი და ცოცხლად დაყვანილი სავარაუდო დამნაშავეები, შემდეგ დახვრიტო ქუჩაში. არ ამართლებს, მაგრამ ამაზე ცდილობენ აქცენტის გაკეთებას. ოღონდ თქვენი საქმე არის იქ, სადაც ვერაფერს ვერ იტყვიან. ერთ მისხალს ვერ მონახავენ, ამდენი ხანი ვერ მონახეთ, რა იყო ის მიზეზი? რის გამოც შეიძლება და უბრალოდ დაეკავებიათ. მზახრეტაზე აღარ ვლაპარაკობ, საკონტროლო გასროლების აღარ ვლაპარაკობ, აი დაკავების მიზეზი არ არსებობს, საბაბი არ არსებობს, ეჭვის საფუძველი არ არსებობს. დღემდე ჩვენს კი თითქოს არაფერი არ უნდა გვიკვირდეს ნაციონალური მოძრაობისგან, დღემდე ვერ ამოგვიხსნია რა იყო, მაგრამ ასეთები 1 და 2 არა აქვთ გაკეთებული და რა ვიცი, აი მართლა უნდა დადგეს საბოლოოდ სამართლიანობის აღდგენა იქნება, რომ ამ ადამიანებს, ამ სუბიექტებს აეკრძალოთ პოლიტიკაში მოღვაწეობა და როგორც თქვენ თქვით, კიდევ ნერვებს არ უშლიდან საზოგადოებას რა და მსხვერპლებს. კი ბატონო, შეკითხვები თუ არის წევრებისგან? ბატონო ოთარ, თქვენ ხომ არ გსურთ რაიმეს თქმა კიდევ? აბა რა ვიცი, თქვენი კუთხიდან რამე დახმარება თუ იქნება, სხვა არაფერი არ გვეთქმის. კარგი. თქვენი ნებართვით თუ თანახმა იქნებით, ჩვენ სხდომას რომ დავხურავთ, თუ ძალიან არ გეჩქარებათ, სამუშაო რეჟიმში შევხვდეთ, დავილაპარაკოთ, რა საჭიროებები გაქვთ, რას გულისხმობთ და ვიმსჯელოთ. რაც შეეხება ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეს, მე მინდა თქვენს და მესამე მშობელმა ბატონმა გორგაძემ, რომელსაც ჩვენ შორიდან მივაგებთ პატივს, სრული რწმენა იქონიოთ იმისა, რომ ეს საქმე და თქვენი შვილების სიმართლე აისახება სათანადოდ ჩვენს დასკვნაში და საფუძვლად დაედება ნაციონალური მოძრაობის და სხვა მისი წევრი პოლიტიკოსების პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვის სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში. ეს არის ის, რაც დაემატება კიდევ იმ სამართლებრივ პროცედურებს, რაც ქართული ოცნების ხელისუფლებამ თქვენთან ერთად შეძლო, რომ 3 ინსტანციის განაჩენი დამდგარია, დადასტურებულია თქვენი შვილების სიმართლე. ეს რა თქმა უნდა, მათ ვერ გააცოცხლებს, ვერ აანაზღაურებს იმ აუნაზღაურებელ ტკივილს და ზიანს, რაც მოგადგათ, მაგრამ ელემენტარული რამ არის, რომ გარდაცვლილი ადამიანი არ ცხოვრობდეს იმ იარლიყით, რომელიც მას დამნაშავეებმა მიაკრეს. ეს ოჯახის ღირსებისთვის მნიშვნელოვანია, გვარისთვის მნიშვნელოვანია, აჭარისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის. ეს გაკეთებულია, მაგრამ დასკვნა კიდევ ერთხელ თავის სათქმელს იტყვის ამ მიმართულებით. მე მინდა მადლობა გადაგიხადოთ ჩამობრძანებისთვის, ასევე ბატონ მიხეილს უთხარი და თქვენ მინდა გითხრათ ასევე დიდი მადლობა იმ დიდი საქმისთვის, რომელიც თქვენ ჩვენი სამშობლოსთვის, საქართველოსთვის აჭარიდან გიკეთებიათ. თქვენს წინაპრებს, თქვენს ოჯახს, გვარს, იმიტომ რომ ძლიერი აჭარის გარეშე არ არსებობს საქართველო, მით უმეტეს ძლიერი საქართველო. ბევრი რამ გადახდა აჭარას თავს და თქვენი გვარები, აჭარა, აჭარლები იდექით იქ, სადაც იყო საქართველოსთვის ბედი წყდებოდა საქართველოსი და ღირსებით იდექით საუკუნეების მანძილზე. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა. ეს არის სხვებს შორის ის, რის გამოც თქვენი ოჯახები ასეთ მოპყრობას არ იმსახურებდნენ. შესაბამისად, ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმე არ არის მხოლოდ დამნაშავე პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ ჩადენილი განზრახ მკვლელობა. ეს არის სრულად აჭარის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები და ღირსების წინაშე ჩადენილი დანაშაულები, იმიტომ რომ ჩვენ ვცდილობთ, რომ აჭარას მათ შორის სხვებთან ერთად მთიან აჭარას მოუფრთხილდეთ. ყველაფერი ალბათ ვერც ამ ხელისუფლებამ ვერ შეძლო, ამაზე ვისაუბროთ ერთად სამუშაო რეჟიმში, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენ ვცდილობთ, რომ ღირსება არ შევლახოთ აჭარის და აჭარლების, იმიტომ რომ ეს არის ჩვენთვის სათუთი რეგიონი
და ძალიან მიხარია რომ ხედავ რომ დღეს აჭარა ვითარდება, სირთულეები კვლავ არის მრავალი, მაგრამ თქვენ აღნიშნეთ და ასევე ბატონმა მიხეილმაც რომ რეალურად სააკაშვილის რეჟიმის დროს უსაფრთხოდ რომ გეგრძნოთ თქვენ და თქვენი ოჯახის წევრებს თავი, ერთადერთი თავშესაფარი მაშინ სააკაშვილის მსგავსობის გამო სწორედ თურქეთში იპოვეთ. არასდროს არ დაგჭირვებოდეთ რომ საქართველოსკენ სხვა ქვეყნისკენ გექციოთ პირი იმისთვის რომ უსაფრთხოება სხვაგან გეძიოთ. საქართველო ყოფილიყოს და აჭარა თქვენთვის ის აკვანი, რომელიც არის თქვენი სამშობლო. დიდი მადლობა. დიდი მადლობა თქვენ ფერისიკეთე მოგცენო ფარმა. მე მინდა ვთხოვო ჩვენს ადმინისტრაციას რომ სხდომის დახურვაში დაგვეხმაროს, ღია ეთერი გამოვთოთ და ჩვენ გავაგრძელოთ სამუშაო რეჟიმში სხდომა.